ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტი უცვლელი შემადგენლობით დაასახელა. საღამო მშვიდობისა ეს დიდი პოლიტიკაა. მე ინგა გრიგოლია ვარ. სამი ცვლილება, რომელიც მთავრობის გუნდში განხორციელდა. ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად პრემიერა თავად ირაკლი ღარიბაშვილის გადასვლა, შინაგან საქმეთა მინისტრად ღარიბაშვილის ნაცვლად ალექსანდრე ჭიკაიძის დანიშვნა და მთავარი პროკურორის პოსტზე არჩილ კბილაშვილის ოთარ ფარცხალაძის ჩანაცვლება აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ახალი პრემიერის პირობებში ზუსტად იგივე იქნება. ერთწლიან უკმაყოფილებას სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით რეალურად მხოლოდ კბილაშვილის თანამდებობა გადაყვა. აქედან გამომდინარე გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი პრემიერის პირობებში მთავარი მიმართულება სწორედ სამართლიანობის აღდგენა იქნება. ნიუ-იორკ ტაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი მის დაპატიმრებას და ქვეყნიდან გაძევებას პროგნოზირებს. მე შევეცდები ვიბრძოლო ჩემს სამშობლოში ჩემი თავისუფლებისთვის, აცხადებს სააკაშვილი. უკვე 4 შაბათს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. დღეს კი გადაცემაში წარმოგიდგენთ. საქართველოს პრეზიდენტი. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას. მე მჯერა რომ ყველაზე უარესი წლები უკან მოვიტოვეთ, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. დღეიდან ახალი პრეზიდენტი, ახალი პრემიერი, ახალი მთავრობა, რომელსაც პირადად ასახელებს ირაკლი ღარიბაშვილი. ჩვენ ვიწყებთ ახალ პოლიტიკას, ჩვენ ვიწყებთ თანხმობის საზოგადოებას, ვიწყებთ ყველასთვის ერთმანეთისთვის მიტევებას და გაძლიერებას. რა უნდა მიუტევონ ერთმანეთს და ვინ ვის უნდა მიუტევოს. დღეს დიდ პოლიტიკაში საღამოს 8-ზე პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები რა მოიტოვა უკან საქართველომ და რა გველის წინ. სააკაშვილმა და ივანიშვილმა შვეს ოჰაბიტირებული პროდუქტი. ერთი მე ვარ იაპონიის იმპერატორი, მეორე არის საქართველოს. ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი, საზოგადოებრივი პოზიციით კი ახალი პოლიტიკური რეალობის შესახებ სტუდიაში კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე, პუბლიცისტი ნათია მეგრელიშვილი, ჟურნალისტი დოდო შონავა, მომღერალი ირმა სოხაძე. მიტევების და შერიგების თემა დღეს დიდ პოლიტიკაში. რატომ არ მიიწვიეს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახი? გიორგი გამსახურდიას პასუხები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაზე დღეს დიდ პოლიტიკაში. გვიყურეთ საღამოს 8-ზე მთავარი თემები და პასუხი ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვაზე. რა მოლოდინია და რა იცვლება უკვე დღეიდან ჩვენს ქვეყანაში? მაშასე დავიწყოთ ზუსტად 2 დღეში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. სამი მთავარი ფიგურა საქართველოს ხელისუფლებაში: ირაკლი ღარიბაშვილი, დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილი იქნებიან. დღეს ჩვენ ვდგევართ ისეთი ქვეყნის აშენების წინაშე, რომელიც იქნება წელსში გამართული, რომელიც სამყაროს კი არ დაანაღვლიანებს შიდა კონფლიქტებით, ან კატასტროფებით, ან სოციალური პრობლემებით, არამედ გაახარებს კაცობრიობას, გაახარებს თავისი ნიჭიერებით. ჩვენ ვიწყებთ ახალ პოლიტიკას, ეს გიორგი მარგველაშვილის გუშინდელი სიტყვებია. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ახალი პოლიტიკით იწყება თანხმობის საზოგადოების შექმნა. ჩვენ ვიწყებთ ერთმანეთისთვის მიტევებას და გაძლიერებას იმისას, რასაც ქვია ევროპული გამარჯვებული საქართველო. აცხადებს პრეზიდენტი. მაშასე გადაცემას ვიწყებთ პოლიტიკური შეფასებებით. რამდენიმე წუთში ეკა ბესელია და გიგი წერეთელი, მანამდე კი ეთერს ვხსნით იმ პოლიტიკოსით, რომელიც გუშინ გამართული ინაუგურაციის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავდა. ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი, მე მას მივესალმები. დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. როგორ ხასიათზე ხართ გუშინდელი ინაუგურაციის და თქვენი პროტესტის შემდეგ? წარმატებებს გისურვებთ. თქვენც ასევე. გუშინ ამაღლებული დღე იყო ჩემთვის ძალიან. მარტო ამიტომ ღირდა ეს 20 წლიანი წამების გზა პოლიტიკაში, რაც მე გავიარე, რომ გუშინდელ დღემდე მივსულიყავით, როდესაც რამდენიმე 1000-მა გმირმა ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით. ჩაკეტა რუსთაველის პროსპექტზე მოძრაობა ინაუგურაციის პერიოდში. მარშით გაიარა რუსთაველის ზეგლიდან პარლამენტამდე მთელი ეს გზა და მიიჭრა პირდაპირ წითელ ხალიჩაზე და მიაყარა გაყალბების და ფალსიფიკაციის ორგანიზატორებს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების ოქმები. და დღეს, როდესაც სოფლიო საინფორმაციო საშუალებები აშუქებდნენ აი ამ ეგრეთ წოდებულ ინაუგურაციას, იწყებდნენ ამით და მერე გადადიოდნენ ინაუგურაციაზე.
ქართველმა ხალხმა გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა მთელს სამყაროს, რომ ის არის ორიგინალური, ამაყი, დაუმორჩილებელი, მოუსყიდავი და ყოველთვის რევოლუციონერი ბარიკადებზე მდგომი, მიუხედავად იმისა, რა დონის ფულის მუთაქები თუ ტომრები შეეცდებიან დაეპატრონონ მის სულს და გულს. შესაბამისად, ეს იყო ძალიან დაუვიწყარი წუთები, მე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ, ვინც იქ მოვიდა რუსთაველზე, ისინი არიან ნამდვილი გმირები და მათაც ვუხდი მადლობას, ვინც გულშემატკივრობას გვიწევდა გარედან და ვერ მოხერხეთ. ბატონ შალვა, და რა ამ ყველაფრით, ანუ თქვენ მიხვედით, თქვენ გააპროტესტეთ, იყავით აღშფოთებული, დაუშვათ მიაყარეთ ეს დოკუმენტები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა დღევანდელი დღე საქართველოში გათენდა ასეთი. საქართველოს ყავს არჩეული მეოთხე პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია შედგა. დღეს უკვე მომავალმა პრემიერ-მინისტრმა დაასახელა საკუთარი გუნდი, პრინციპში არანაირი ცვლილება არ ყოფილა 2-3 გადაადგილების ხარჯზე, ისე ცვლილებები და რეალურად დღეს საქართველოს ყავს სამი მთავარი ფიგურა. ეს არის პრემიერ-მინისტრი მომავალი ღარიბაშვილი, რომელსაც სავარაუდოდ 100-დან 100% დაუჭერს უმრავლესობა მხარს, მთავარი ფიგურა მეორე დავით უსუფაშვილი და ახლად არჩეული პრეზიდენტი მარგველაშვილი. რა აზრი აქვს ასეთი ტიპის შედეგებს, ისე უკაცრავად პროტესტს, როდესაც დაუშვათ გუშინ თქვენ მიხვედით და მიიჭერით იქ და გააპროტესტეთ ეს ის რაც გუშინ მოხდა ინგა, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, სოფლიო ინაუგურაციების ისტორიას არ ახსოვს. აი ასეთი თავგანწირული ნაბიჯი პრაქტიკულად ხალხმა თავი გაწირა, მეცაც გეტყვით, შეგვეძლო ჩაგვეშალა ინაუგურაცია. როგორ შეგეძლოთ, ეს იყო პარლამენტის შიგნით და თქვენ რა ძალა გქონდა? პრობლემა არ იყო ეს შესვლის, მაგრამ ახლა ეს მოკავშირეები? არა, მოკავშირეები კი არ ყავს. უბრალოდ ეს შეგვეძლო გაიგოთებინა, მაგრამ არ გავაკეთეთ, მოვერიდეთ კატაკლიზმებს, რომელიც შეიძლება ქვეყნის მიმართ დატრიალებულიყო, მაგრამ ვაჩვენეთ მთელს ქვეყანას, რომ ბრძოლა აუცილებელია და მსოფლიოსაც, რომ ჩვენ არ დავიჩოქებთ, არ დავემორჩილებით და დღეს უკვე სასამართლო სააპელაციო განხილვას მოვჭით ჩვენი სარჩელის საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით და მივახციეთ იმას, რომ გადაგვაქვს ეს დავა სტრასბურგის ანუ ოფიციალურად როგორც ქვია, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, მე მინდა შევპირდე ამ ხელისუფლების იმ ფრთას, რომელმაც აი ამ დანაშაულის ორგანიზება მოახდინა და ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, ფალსიფიცირება. ახლა როდესაც მე მივიღებ 500 ხმას და დამიწერენ 7 ხმას, ან ნებისმიერი მიიღებს 1000 ხმას და დაუწერენ 2 ხმას, ეს არის ძალიან ბოროტი დანაშაული. ერთადერთი პოლიტიკოსი ხართ, ვინც მონაწილეობდა ამ არჩევნებში და ვინც ამბობს, რომ გაუყალბეს ეს შედეგები. არა, ამას მე კი არ ვამბობ მარტო, ინგა. ამას ამბობენ ის ობიექტური იურიდიული მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელში, ოქმების სახით, ბიულეტინების სახით, დოკუმენტაციის სახით, ვიდეო ჩანაწერების ფორმატით, ახლა დმანისის ვიდეო ჩანაწერების ის გვაქვს ოფიციალური კასეტა, სადაც პირდაპირ ჩანს როგორ ყრიან კომისიის წევრები, პირდაპირ ჭენიან აი 3-4 ბიულეტინს ერთად იმ ყუთში გადაღებულია ყველაფერი. რა თქმა უნდა, ახლა ეს უყოფილიყო ცალკეულ უბნებზე მომხდარი დარღვევა, ჩვენ ვიტყოდით, რომ ახლა ყველა არჩევნებს რაღაცა დარღვევა ახასიათებს. ეს იყო მასობრივი გაყალბების გზით გაიყვანეს თქვენს მიერ დასახელებული არცება პრეზიდენტად, რომელიც ისია საქართველოს პრეზიდენტი, როგორც მე გუშინ თქვი იქ მიტინგზე, როგორც მე ვარ მეთქი იაპონიის პრეზიდენტი. ჯერ ერთი იაპონიის პრეზიდენტი არ ყავს, ამიტომ თქვი ეს იმპერატორი ყავს. ხო? მეორეც ის არ შეიძლება მე ვიყო იაპონიის არც პრეზიდენტი, არც იმპერატორი. ასევე ის არ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი. მოდით შევთანხმდეთ, თუ შეიძლება ერთი წუთით მე დაგისვავთ კითხვას. არც ერთმა მისმა ოპონენტმა არ ისაუბრა არანაირ გაყალბებაზე. გამოვიდნენ და მიულოცეს პირველ რიგში დავით ბაქრაძემ ყავს მხედველობაში არჩევნების შედეგები აღიარა, ასევე ნინო ბურჯანაძემ, ანუ ეს გაპროტესტება თქვენსგან და არ ყოფილა. მოგახსენებთ, გაპროტესტება მოხდა არ იმის გამო, რომ მე ვერ გავხდი და არ გავხდი პრეზიდენტი. მოდი პირდაპირ ვთქვათ, არ შემიძლია ახლა სიცრუე მოგახსენოთ, მით უმეტეს როცა ჩემს პერსონალს ეხება საქმე, პირველ ტურში პრეზიდენტი არ იქნა არჩეული. მე ავიღე 25%-მდე ამორჩეულის. მე ხო არ ამბობ 40 ავიღე მეთქი ან 50-ან 60 და ამ ბატონმა აიღო 52%. მეორე ტურზე გადადიოდა ყველაფერი. მეორე ტური გაარკვევდა გამარჯვებულს და პრეზიდენტის ფიგურას გამოკვეთავდა, მაგრამ გაიცა განკარგულება, შეთანხმდნენ ნაციონალური მოძრაობა და ოცნება, გარიგდნენ ხალხის ზურგს უკან, როგორც შევიათ, პირველ-მეორე ადგილების გადანაწილებაზე, ასევე გარიგებაში ჩართეს ქალბატონი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც შეპირდნენ მესამე საპრეზიდენტო ადგილს და შესაბამისად მილიონიან დაფინანსებას ბიუჯეტიდან, როგორც ეს კანონშია გაწერილი და თავისთავად ცხადია ამ ფონზე მე გამოვედი უკვე მურმანის ეკალი, როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის, ეს ძალიან კარგია, მურმანის ეკლობა ქართულ უზნეო პოლიტიკაში ძალიან კარგია. ღმერთმა დავიმფაროს, რომ მათი მეგობარი ვიყო, მათთან ალიანსში შევიდე,
მათთან გარიგება დავდო, ვინაიდან ეს ყველაფერი იქნება ქვეყნის ღალატი, არა მარტო საკუთარი თავის და საკუთარი ზნეობის და საკუთარი პრინციპების, არამედ ქვეყნის ღალატი იქნება. ეს არის ხალხი, რომელიც მუშაობს ქვეყნის დაშლაზე, ქვეყნის დაქცევაზე. მე მინდა რაში გამოიხატება? მოდით თქვა, გიორგი მარგველაშვილი, შევთანხმდეთ, რომ არ აქვს არანაირი პოლიტიკური წარსული, ისეთი მით უმეტეს, რომ მას რაღაც დააბრალოთ, რომ ის არის ქვეყნის ცუდზე ორიენტირებული. ჯერ ერთი ინგა, როდესაც ადამიანს აქვს იმხელა ამბიცია, ეს თავისთავად ცოდვა მოკვდავისათვის, რომ აღმაშენებლის, დავითის, გორგასალის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლეს, ილიას, ზვიადის ქვეყანაში პრეზიდენტობა უნდოდეს. ეს თავისთავად ცოდვა, მათ შორის ჩემი მხრიდანაც. ეს არის უდიდესი ქვეყანა. ეს არის უდიდესი, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ქვეყანაა. ამიტომ აქ რომ ეს ამბიცია დაგიჩნდეს, უნდა ერთი წვეთი ოფლი მაინც ქონდეს ქვეყნისთვის დაღვრილი. ერთი წვეთი მაინც სისხლზე არ ვამბობ არაფერს და სხვა საკითხებზე. პიროვნება ეს სოროსი დაგვებედა ეთყობა ჩვენ ძალიან ცუდად რა. პიროვნება არის სოროსიჩი. რუსულად რო თქვა, დამთავრებული აქვს ვიცით რა? სოროსის უნივერსიტეტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, სადაც იზრდებიან ეს სოროსული კადრები, იქიდან იჩეკებიან, ფრთიანდებიან და მერე მოდიან აი ამ ეგრეთ წოდებულ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ავრცელებენ ყველა იმ სიბინძურეს, რაზეც თვითონ ჩვენგანი არ აღშფოთებული ეს არის ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებიდან დაწყებული აღვირაცნილი ლიბერალიზმით გაგრძელებული და თქვენ ახავთ კიდე რა მოხდება აქ? სათქვა რომ ერთსქესიან ქორწინებებს უწევს, მან თავარი აქცენტი ძალიან მალე იტყვის მოვა იმ მიტინგის დემონსტრაციის ერთი წლისთავი შესაბამისად ამ მიმართულების ჩვენ თანამოქალაქეები შეეცდებიან რამე ღონისძიების გაკეთებას გითხარით ახლა ყველაფერი წინასწარ ეს ბატონი გამოვა და იტყვის რომ ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება როგორც უნდა მეტრე უნდა გაკეთოს არა აქვს ყველას უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება როგორც უნდა აი ესეთი საკითხები რაც უკავშირდება თქვათ აი ამ პირადი ცხოვრების ნიუანსებს უნდა გამოხატონ თავიანთ საძინებელ ოთახებში უმრავლესობის წარმომადგენლებმაც, სექსუალური უმრავლესობის წარმომადგენლებმაც და უმცირესობის წარმომადგენლებმაც რუსთაველის პროსპექტი, ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორია ამის ადგილი არ არის. არც უმრავლესობისთვის, არც უმცირესობისთვის. უკაცრავად მე რაღაც არ მახსენდება ბატონო შავა, რომ ეს იყო მაინც და მაინც ამ თემაზე ორიენტირებული, ეს იყო ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის. ნუ გადავალ სხვა თემაზე. არა, მე გითხარით, ეს არ იყო თქო, ეს ერთსქესიანთა ქორწინების მოთხოვნით, უბრალოდ ეს უნდა ეს იყო დასაწყისი. აი ამ დასაწყისს მოხდება მე ამის მოთხოვნა და ამის კანონპროექტების შესაბამისად მიშა ამბობთ რომ მარგველაშვილი ამის გლობირებას მარგველაშვილი არის პირდაპირ ამ პრინციპებზე აღზრდილი პიროვნება ის არც მალავს ამას მან დაამთავრა სოროსის უნივერსიტეტი მან დააარსა საქართველოში აი ეს NDI რომელიც ჩვენ ძალიან ეროვნულ ზოგშვილის და იმ გაღალბებულ სოციოლოგიურ გამოკვლევებს გვიქვეყნებს და შემდგომ არჩევნებიც ამის მიხედვით ხავდება ის გახდათ რევკომის წევრი ვარდების რევკომის წევრი ოფიციალური ხაინდრევებთან და სხვებთან ერთად, მაგრაძეებთან ერთად, ვინც შექმნა იდეოლოგიური ბაზისი სააკაშვილის და დამნაშავე ჯგუფის ხელისუფლებაში მოსაყვანად ხალხო. თუმცა მალევე გაემიჯნა. რა მნიშვნელობა მე რო კაც მოუკლავდა მე გავემიჯნები იმ ჩემ ჩადენილ მკვლელობას. ეს მამართლებს რამე შეშარო ქვეყანას მომიკლავ და მე უცბად გინდა რომ სუფთა ერთი ადგილით გამოხვიდე და სხვა ბუდეში ჩაჯდე და იქ გამოჩეკო ბარტყები და მე სხვა ბუდეში გადახვიდე. ეს არანაირი რეაბილიტაცია და არანაირი საფუძველი არ არის მით უფრო იმისთვის რომ პრეზიდენტად დავირჩიოთ კაცი და რაც თავარია გუშინ ახლა ადამიანურად ვიყავი აღშფოთებული დავანებოთ პოლიტიკას თავი ადამიანები ვართ ხო პირველ რიგში და ეს პოლიტიკაც და პროფესიას და სპეციალობას გვჭირდება იმისათვის რომ ადამიანური ღირსება ავწიო და ადამიანური კრიტერიუმები გავაძლიეროთ ჩვენს თავში და საზოგადოებაში ხო ფიცროზდებდა ჯერ ერთი ფიცის დადებაც მე ველაპარაკე ადრეც როცა იღებდნენ ამ კანონს იქ პარლამენტში რომ აკრძალულია მათეს სახარების 24 პუნქტით არ დაიფიცო გვეუბნება უფალი თქვი ხო ან არა კაი ახლა ესენი ღმერთისგან ძალიან შორს არიან დავანებოთ ამას თავი მათთან მიმართებაში 2001 წელს კაცმა გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული ფსიქოლოგიური ნამუშევარი თავისი ფილოსოფიური თუ ფსიქოლოგიური მარგველაშვილმა ნიჩურტა მე ქართველი ვარ ასეთი სათაურით ჯერ ეს ნიჩურტა არ არის ფილოსოფიური და მეცნიერული ტერმინი საიდან მოიტანა ჟარგონია სადაც პირდაპირ დაგვისვა დიაგნოზი რომ ქართველი ერი არის დებილი და გონება ჩლუნგი რას გულისხმობთ უკაცრავ პირდაპირ წერს რომ ქართველი ერი არის დებილი და გონება ჩლუნგი ის ფიზიკურად გაიზარდა, მაგრამ დარჩა გონება ჩლუნგობის სტადიაში და ამ ხალხის პრეზიდენტობა მოინდომა ამ კაცმა.
მოინდომა, ნახეთ, სოდვის და მკრეხელობის დონე და პლუს ამას გუშინ ფიცის დააგუგუნა. შესაბამისად, ჩემთვის ეს პიროვნება ამიტომაც არის მიუღებელი, რომ იდეოლოგია არის მტრული ჩემი ერისათვის, ჩემი ქვეყნისათვის, ჩემი ახალგაზრდობისათვის და იმიტომაც არის მიუღებელი, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა დაკავშირებულია ვნების მოტანასთან, ხოლო მისი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებული გახლავთ სტუდენტების გატყავება, გაფსქნა, აგლეჯვასთან, კერძო უნივერსიტეტის რექტორი გახდათ ძალიან წარმატებული უნივერსიტეტი, რომელიც არაჩვეულებრივ კადრებს უშვებს ყოველთვის. მოდით შევთანხმდეთ, ჯიპა არის ერთ-ერთი წარმატებული საუკეთესო უნივერსიტეტი. ინგა, იმაზე შევთანხმდეთ, რომ ამ საუკეთესო ეგრეთ წოდებულ უნივერსიტეტში არის მამის სისხლი გადასახადები ბავშვებისთვის და ასეულობით სტუდენტს ბატონი მარგველაშვილის განკარგულებით შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი იმის გამო, რომ მან ვერ მოიტანა ფული და ვერ ჩაუდო იმ დიდ ჯიბეებში და ვერ აუსო თავისი ის დიდი, ასე ვთქვათ, კიდობანი, რაშიც აგროვებს ფულს ახალგაზრდების ზარცვითა და გლეჯვით. შესაბამისად, ჩემთვის მისი პროფესიაც მიუღებელია, ჩემთვის ისიც მიუღებელია, რომ განათლების მინისტრად მან დატოვა თავისი კერძო ჯიპას უნივერსიტეტის მთავარი ბუღალტერი. ეს ქალბატონი. ეს მისი მთავარი ბუღალტერია კერძო უნივერსიტეტში და ერთად ზარცვავდნენ სტუდენტებს. კარგით რა ხალხო, იყავთოს აკადემიის ქვეყანა ვართ, გელათის აკადემიის ქვეყანა ვართ, რუსთაველის ქვეყანა ვართ, სურთაველის ქვეყანა ვართ და ბუღალტრის მეტი განათლების მინისტრად ვერავინ ნახეთ ამოწყუნებულო და გადახედეთ ერთი ამ მთავრობასაც, ეს არის სუფთა ქარვასლა. რას ნიშნავს? მე ეს დღეს დაასახელა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი გუნდი, პრინციპში ახალი არ არის, ეს არის ივანიშვილის გუნდი, რომელშიც მხოლოდ 2 ცვლილება განხორციელდა. ნუ მთავარი პროკურორი ისედაც არ შედის მთავრობაში, ანუ რეალურად ჭიკაიძე და თავად ღარიბაშვილი გახდება პრემიერ-მინისტრი. როგორ აფასებთ თქვენ აი ამ ახალ მომავალ მინისტრთა კაბინეტს? ეს არის ერთზე მორიგი დაცინვა, ჩვენი ამაღლი და ზნეობრივად ამაღლებული ხალხის მასხარა დაგდება, როდესაც თავრობას აკომპლექტებს დიდი ვაჭარი, როდესაც თავრობა ფაქტიურად არის ქარვასლა, ხო იყო იქ ბიძია მაკარის ქარვასლა, კოტეში, ხო? ეს არის ბიძინას, ანუ ბიძინას ქარვასლა და აი ამ ქარვასლის, ასე ვთქვათ, კარისკაცები და ხელისბიჭები დღეს გახდნენ მინისტრები, პრემიერები. ეხლა ის ღარიბაშვილი რა პრინციპით არის არჩეული? გახდათ მაგისი თანაშემწე, მეცხრე თანაშემწის მე-12 მოადგილე, ისი წარმატებული ხელისბიჭად ყავდა იქ, ერთხელ მინდოდა ბიძინასთან მე შეხვედრა 2005 წელი იყო 6 წელი პრეზიდენტს დავავალე რომ ტელეფონი გაიგეთ მეთქი მისი მინდოდა შეხვედრა რაზე ახლა მისი ლამაზი თვალების დახოკერი მინდოდა პრემიერ-მინისტრობა უნდა შეგეთავაზებინათ ალბათ იმიტომ რომ თავის დავილაპარაკებთ მომავალზე რაღაცაზე დავილაპარაკებთ მაგრამ ბიჭდა იქ აუმს ენრიკიოს სექტასავით თავის კარის ბიჭებში და მითხეს რომ აი მას უნდა დაურეკოთ ამ ღარიბაშვილს რომ ის წყვეტავს რომ იღებს კი გამეცინა მაგრამ დაურეკე მოთხარ ესა და ესა ორ მეთქი და ნახომინდა ბიზნესი რა საქმეზე გნებავ შეხვედრაო მე მეკითხებ ეს ბავშვი ნუთხარ რომ გაიგებთ მაგას რა საქმეზე მინდა შეხვედრა ძალიან გვიან იქნება შენთვისაც და ბიზნესთვისაც ხო მე მაგ სიტყვებს შეუსრულებ მაგას ანუ ესე იგი შეარჩიეს თავისი კარის ხელის ბიჭები რომლებიც არ გაუწევენ წინამდგომას არ აქვს თავიანთი აზრი არ აქვს იდეა არ აქვს პოზიცია უბრალოდ არიან უსაზღვროდ მადლობელნი და დავალებული პატრონისაგან ქარვასლის მფლობელისგან დიდ ვაჭრისგან და ნებისმიერ დავალებას პავლიკ მოროზოვივით შეასრულებენ საკუთარ მამასაც დაკლავენ თუ დაავალებს ის დიდი ფსიქოლოგი რომელიც ფრეიდის იდეების მიხედვით მოქმედებს პოლიტიკაში და ასე შემდეგ ანუ ეს არის მორიგი სამარცხვინო დღე ნაბიჯი და აქტი ამ ბატონის მიერ ჩადენილი ახლა ჩვენ ქართულ პოლიტიკაში უზნეობის მეტი რა გვინახავს ინგა მაგრამ ეხლა როგორ იყო იცით ადრე მაინც ნახევრად პოლიტიკოსობდნენ თქვათ იგივე შევარდნაძის ჯგუფი იგივე სააკაშვილის ჯგუფი ნუ მაინც პოლიტიკოსები იყვნენ და მე იყვნენ ბიზნესმენები ბანდიტები ყაჩაღები და ოხრები ხო ესენი მთლიანად არიან ბიზნესმენები მთლიანად არიან ქარვასლის თანამშრომლები არანაირი კავშირი პოლიტიკასთან და იდეებთან არ აქვს ეგ კარგიც არის ბატონო შალვა ადამიანები რომლებიც მე ყველაზე არ ვამბობ ეხლა ვინც ივანიშვილის გუნდშია ან ვინც უმრავლესობაშია მაგრამ ადამიანები რომლებსაც არ ქონიათ აქამდე დაუშვათ პოლიტიკური წარსული და ისინი იყვნენ საქმიანი ადამიანები იგივე ირაკლი ღარიბაშვილი რომელსაც ძალიან სერიოზული რეპუტაცია ჰქონდა ქართულში იყო მთავარი ფიგურა ვის თავი ფიგურა იყო კარისკაცი იყო არ შეიძლება ეხლა როგორ გითხრათ ჯერ ეგეთი ქვეყანას პოლიტიკოსი პრემიერი ჭირდება თუ მენეჯერი პრემიერი რომელიც დაალაგებს და უამრავი პრობლემა რომელიც არის იმას მოაგვარებს პოლიტიკური ლიდერი პრემიერი ჭირდება კონსტიტუციით ქვეყანას ის პოლიტიკური ლიდერი აგერ ირჩევენ მაგ ოცნების თავმჯდომარე თუ წესით მაგას უნდა ერქოს დამსხვრეული ოცნება უკვე მაგის თავმჯდომარე კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით პრეზიდენტი აღარ არის პოლიტიკოსი პრეზიდენტს ეკრძალება
პარტიულობაც კი, არათუ პარტიის თავმჯდომარეობა და ეკრძალება საკანონმდებლო ინიციატივა. დღეს პოლიტიკოსი, მთავარი პოლიტიკური ფიგურურა არის პრემიერი და მაგრამ ჩვენს ქვეყანას ეგებ ჩვენის თანაგაჭირებულ ქვეყანას, სადაც როგორც თქვენ ამბობთ, უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ შიმშილობს, არის უსაყარო, არის უმუშევარი. ეგებ უკეთესი არის, რომ აი ასეთი ტიპის მენეჯერი გახდეს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც იცის მართვა, რომელიც იქნება საქმეზე ორიენტირებული და არა პოლიტიკურ დემაგოგიით. ისი მართვა იცის გარდა ივანიშვილის ფიქრებისა და გზნებების ამოცნობისა. ისი მართვა იცის კაცმა კომუნისტების დროს და საერთოდაც დასავლეთში, ევროპაში თუ არ გაიარა საფეხურები ადამიანმა, აი ჯერ უნდა ყოფილიყო ბრიგადირი, მერე უნდა ყოფილიყო რაიკომის ინსტრუქტორი, მერე გადაიყვანდნენ ქალაქომის ინსტრუქტორად, მერე გაუშვებდნენ წარმოების ხელმძღვანელად, მერე გადმოიყვანდნენ რაიკომის მესამე მდივანად, მერე ხდებოდა რაიკომის პირველი მდივანი, მერე თუ კარგად ემუშავებდა, შეიძლება გამხდარიყო მინისტრი, ხოლო თუ აი საოცარ უნარს გამოამჟღავნებდა, როგორც იყო მაგალითად ზურაბ-პატარიძე. ამან დაიწყო იმაში მუშაობდა, ჭიათურის შახტაში მუშაობდა ზურაბი. ბოლოს გადაიყვანეს მოსკოვში, CKKPS-ში. ბოლოს ჩამოვიდა აქ იმდენი ქარხნები ააშენა, იმდენი წარმოებები. საბჭოთა დრო, ეხლა ისეთი ნოსტალგია. ის საბჭოთა დრო იყო სასწაული მოდელი მართვის ასპექტში. იმ საბჭოთა მართვის სისტემამ დაამარცხა ფაშიზმი. ის ფაშიზმი არ იყო მარტო გერმანული, ევროპა იყო გაერთიანებული ფაშისტური იდეოლოგიით და მოდიოდა დაამარცხა და გასწრისა. ამიტომ ერთია იდეოლოგია, საბჭოთა კომუნიზმის დამყარების მცდელობა 80-იან წლებში და მეორეა მართვის სისტემა, რომელმაც გაამართლა და იგივე მართვის სისტემა შეერთებულ შტატებში. ვერაგონიათ, შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ანუ მთავარი პოლიტიკური ფიგურა გახდეს, ვთქვათ, მორგან სტენლის ბანკის ხელის ბიჭი. მიღების დარგში თანაშემწე. ამაზე ამერიკაში რევოლუცია დაიწყება. ამერიკელები ვითხოვენ, რომ ჩვენ ამხელა კვალიფიკაცია გვაქვს, ამხელა განათლება გვაქვს, მთელი ცხოვრება გავიარეთ, საფეხურები მოვიცვალეთ, აგერ გუბერნატორი ვიყავით, აგერ კონგრესმენი ვიყავით. რას ქვია, ჩვენ სხვრის ფარახ ვარო? უკაცრავად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც იცის, რომ უზარმაზარმა პროცენტმა მას მისცა ხმა და იგი ტოვებს თავის მემკვიდრეს, ისე უბრალოდ ხო არ გააკეთებ და აქცენტს მას ვარჯეროთ ეს დაგვიტოვა გალობანის სინანულისანი, ერთიანი საქართველოს შექმნა დერბენიდან დარუბადამდე და გალობანის სინანულისანი დაგვიტოვა. ბიძინა ივანიშვილმა მთელი საქართველოს შეისყიდა, მთელი საქართველოს გადააქცია თავის პირად ქართულ ბანკის ფილიალად, ყველა წარმოება იპოდრომიდან დაწყებული, გაგრძელებული აბრეშუმის კომბინატით, აგრეთვე ჩვენ მქონდა გასვლები, გაგრძელებული კარფურით, გაგრძელებული. ეხლა რო გავუნებით, რომ ქარვასლაა მეთქი, ეხლა ეს არ არის ემოცია ჩემი ან გაბრაზების შედეგად ნათქვამი. აგერ წეროვანში სათბურები იყო შესანიშნავი, სადაც მოდიოდა ძალიან გემრიელი კიდრი და პამიდორი ზამთრის სეზონზე. გამოუყრიან მფლობელები, გამოყარა ივანიშვილმა რა თქმა უნდა დაასხა ასფალტი მიწის მაგივრად ასხამე რაღაცას ისრაელიდან ჩამოვაქვს ქიმიურ ნივთიერებებს და მოყავს საწამლები და ვინ არის იცით ამ სათბურების მეპატრონე ოფიციალური ივანიშვილი ხადური და ეს უსახობავში რა რაღაცის მინისტრი ნარმანია სამი პარტნიორი, ანუ ბიზნეს პარტნიორები. თქვენ შეგიძლიათ რომ ეს დაამტკიცოთ საბუთები? რესტოში, რაც ლაპარაკობ. პირადად შეგიძლიათ რომ თქვათ ნამდვილად საბუთებით რომ ხადური, ნარმანია და ივანიშვილი არიან ამ ბიზნესში, ბიზნეს მეპატრონეები ოფიციალურ ისრაელ პარტნიორებთან ერთად და შესაბამისად ეხლა გავიგოთ რა ეხლა ფეხბურთელი უნდა ფეხბურთს თამაშობდეს ან სპორტული კარიერა გააგრძელოს, ენერგეტიკოსმა ენერგეტიკას უნდა მიხედოს, პოლიტიკოსმა პოლიტიკაში უნდა იმოღვაწეოს, კოსმონავტი უნდა კოსმოსში დაიწვას, ფრინავმა უნდა ხომალდი მართოს. ეხლა ჩვენ თუ თავდაყირა დავაყენებთ საქმეს და ოპერაციას, ურთულეს ოპერაციას სიმსივნისას გავაკეთებინებთ ტრაქტორისტს. აცენდი მოკვდება, ხო? ასევე მოკვდება ქვეყანა, თუ მას ხელში ჩაუგდებთ ხელის ბიჭებს, კარისკაცებს, საკუთარ კარში გოლების გამტან ფეხბურთელებს, ბიზნეს პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისა, მინდა რა ქვია, კრიმინალებს, გუშინდელს, ეს რაღაცა უბედურება ხდება ჩვენ თავდა. საკუთარ კარში გოლის გატანა ეს ისეთი თემაა ეხლა. და კალაძე არ გაიტანა საკუთარ. გასაგებია, მაგრამ იგი ძალიან წარმატებული ქართველი ფეხბურთელი და კაპიტანი მოდის, რომელსაც ბევრი არავის არ გაუგე აიკიდენ შევჩეკოს და წავიდა იმ მაფიოზა ბერლუსკონის გუნდში და რა ფეხბურთელი კალაძე იყო არ გადამრიოთ კანონიერი ქურდებთან შეხვედრების. მე და თქვენ შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმები გვაქვს ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ფეხბურთელები დავით ყიფენი ჩემი კურსელი გახდათ ცხონებული უდიდესი ფიგურა სპორტული და ინტელექტუალური ფიგურა იყო დათო. სხვათა შორის, როდესაც დათომ დაანება თავი ეს თუ შეიძლება გადასვლა გვერდით თემებზე, გეტყოდით საინტერესო ამბავს, როცა დაანება თავი სპორტულ კარიერას დინამოს მწვრთნელობას. რამდენიმე წუთში ეკაბესელია უნდა ჩავთვდე. წამოიყვანეს პროკურორის სამუშაოდ. ჩვენ კურსელები ვიყავთ დაუსწრებლიდან, ახლა ჩემზე დიდი იყო ასაკეთ ხონებული, მაგრამ ნუ ჩვენთან დაჯდა ოთახში და დასვეს ჩვეულებრივ რიგით თანამშრომლად. დათო დიდი დავით ყიფიანი.
რიგი თანამშრომლობიდან დაიწყო მუშაობა. აი წერდა მიმართვებს და ჩვენ ვასწავლით ახლა რა იცოდა იმენი საპროკურორო მუშაობის სტილი, აი დათო ეს ასე და ასე გაიზარდა მე გახდა გაყოფილი უფროსი. სად გაგონილა ფეხბურთიდან პირდაპირ ჩააბარო ენერგეტიკული პოლიტიკა კაც მარტო იმის გამო რომ მისი მაფიოზო ოჯახი არის 18 ჰესის მფლობელი. ოფიციალური მფლობელი 18 ჰესის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტია ხალხო რომელი დენის ტარიფი დაიწევს როდესაც ენერგეტიკის მინისტრი პირდაპირ არის დაინტერესებული რომ 17 თეთრი კილოვატი-საათი ელექტროენერგიით გაიზარდოს მისი ისედაც მილიონიანი ქონება ეხლა მე მომწყუნებდნენ ყოველთვის და არც გამომიყენებია ეგ ტერმინი ახლა ეწყინათ ეხლა რა ვიცი გემოვნებაზე არ დაობენ და მათაც ყავთ მომხრები და მე მათ პატივს ვსწევ რომ აი პინგვის ნუხმარობო სიტყვას კი ბატონო მიახმარო მომას მაგრამ ბატონი კალაძის მამამ კარლომ დასავლეთ საქართველოში შექმნა სამედიცინო ცენტრი პინგვინის სახელწოდებით და მონოპოლიური ექსკლუზიური უფლება აიღო რომ სამედიცინო დაწესებულებას მარტო ისამარაგებს ის ფირმა აი ძვირფასი თქვა რენტგენ აპარატები და ეხოსკოპიები და სხვას არ ახარებენ და არ აჭაჭანებენ და არ უშვებენ და ეხლა ასეთი ბიზნეს დაყოფა და ასეთი ბიზნეს დიქტატურა და პოლიტიკური დიქტატურა იყო შევარდნაძის დროს იყო სააკაშვილის დროს და არის ახლა შეიცვალა რამე გარდა სახეებისა რომელიც სახეებიც ისედაც იყვნენ ერთ გუნდში დღედაღამ ერთად ისხდნენ და ახლა ფორმალურად თამაშობენ პოზიცია ოპოზიციონერობას იმისათვის რომ რამენერად ჩარლო-ანთარაშვილი არ შემოიბაროთ ხელისუფლებაში მაგრამ ესე არ გამოვა შალო ვერ მოვა ბესიკი მოვა, გიორგი მოვა, ზურაბი მოვა და მაინც ბოლო მოგეღებათ, იმიტომ რომ უზნეობა ძალიან მოკლე პერსპექტივა აქვს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში. გული არ გაიგეხოთ, ჩვენ ბოლომდე ვებრძოლებთ იმისათვის, რომ ამოაშხამოთ საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირება და თქვენ ამაში დარწმუნდებით კიდევ უფრო მეტად. ბატონო შავა, იმედი არაერთხელ იქნები ჩვენი გადაცემის სტუმარი, კარგად ზანდებოდი. ხო, ეხლა უშიშროების საბჭოს ვდინოთ, ვინ დანიშნა? ირინა იმერდი. ირინა, რომელმაც დაუწერა კადრებს თანამშრომლობის ხელშეკრულება პირდაპირ მზადავარ მოგესალმებით. შეგიძლიათ ეს რომ და. ვასაბარებოთ აგრე ვიდეო სადა რელისუკინაძე არ მოიყვანეთ. ვიდეო გადაღება ხუთნაშვილმა პირდაპირ დაწერა იმაში, რა ქვია, მამა ციხეში ეჯდა, ვითომ დისიდენტობ და პირდაპირ დაუწერა რომ თქვენთან ვითანამშრომლო ოპოზიციაში ვიქნებ ფორმალურად. ეს ხალხი გმართავს ჩვენ სირცხვილე რა, უბედური დღეს აგერ ეს ისინი, რა ქვია. ნაყოფია და ის მეორე გაქცეულან ახლა იმაში ოცნებაში. კი, დათო ბეჟუაშვილი გადავიდა. ბეჟუაშვილი, რა უბედურა. წავიდა უბრალოდ უმცირესობი. როდემ გაქცე ეს არ გაქცელებ, ეს მალე დამთავრდება და თქვენ ამას ნახავთ. დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდეთ, მადლობა. მაშინ ეს იყო შალვა ნათელაშვილი, ასე აფასებს იგი იმ მინისტრთა კაბინეტს, რომელიც დღეს წარადგინა ირაკლი ღარიბაშვილმა. პირდაპირ ეთერში ვთავთ ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, როგორ აფასებს იგი დღევანდელ განცხადებას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი ღარიბაშვილისგან საღამომშვიდობის ქალბატონო ეკა გისმენთ. თქვენი პირველი შეფასება ახალი მინისტრთა კაბინეტის, პრინციპში ახალი არ არის, ახალი პრემიერის და მასთან ერთად ძველი გუნდის დარჩენის. მოგესალმებით ქალბატონო ინგა თქვენს და თქვენს მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ქვეყნის ცხოვრებაში, მართლაც ბევრი რამ იცვლება და ბევრი რამ შეიცვლება. პირველ რიგში არ შემიძლია რომ განსაკუთრებული მადლიერებით არ გამოვხატო კიდევ ერთხელ ყველა ჩვენთაგანი სახელით, ჩვენი გუნდის სახელით მართლაც ბიძინა ივანიშვილისადმი მადლობა, მადლიერება იმ ძალიან დიდი მართლაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი როლისთვის, რომელიც მას შეასრულა ერთი წლის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მართლა წარმოუდგენელი იყო სულ ცოტა ხნის წინ გვეფიქრა რომ აი არჩევნების შედეგად შესაძლებელი იქნებოდა ისეთი პოლიტიკური რეჟიმის და მონსტრის მართლაც დამარცხება, როგორიც შექმნა სააკაშვილმა. მაგრამ ეს მას შეძლო თანაგუნდელებთან ერთად, შეძლო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად და დღეს, როდესაც უკვე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას გამოუცხადეთ ჩვენ დობა ირაკლი ღარიბაშვილს, ბუნებრივია არ შემიძლია საუბარი დავიწყო, ვიდრე კიდევ ერთხელ მადლიერებას არ გამოვხატავდი ბიძინა ივანიშვილისადმი. ჩვენ ალბათ ძალიან დიდხანს გვექნება სწორედ ეს სურვილი, რომ ხშირად გამოვხატოთ ეს მადლიერება, იმიტომ რომ მისი როლი არის მართლაც განუზომლად დიდი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ბოლოდნელი არ იყო, რომ მთავრობა პრაქტიკულად წარმოდგენილია იგივე შემადგენლობით, ცვლილება არის მხოლოდ ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას განვიხილავთ ჩვენ ხვალ. სხვა აბსოლუტურად იგივე შემადგენლობა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი თვალსაზრისი და სხვადასხვა მოცემულობით
ძალიან კარგი არჩევანი იქნა გაკეთებული და ხვალ ჩვენ ვიწყებთ სწორედ პარლამენტში ახალი სამთავრობო გუნდის განხილვას, მოусმენთ პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს და სამთავრობო პროგრამას. ჩვენ დობას გამოუცხადებთ ამ გუნდს და გვაქვს ამის არგუმენტები. რა ნიშნით შეარჩია ირაკლი ღარიბაშვილი? კიდევ ერთხელ მინდა ეს კითხვა დავსვა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. ეხლა ჩვენ ვისმენთ ლეიბორისტების ლიდერის განცხადებას, რომ ეს იყო უბრალოდ მე უნდა გავიმეორო მისი სიტყვები, მისი ხელის ბიჭი, რომელიც უსრულებდა ყველა დავალებას და ამიტომ გადაწყვიტა იმისთვის, რომ აკონტროლოს შემდეგი მთავრობაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაესახელებინა. თქვენ როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რა სიტყვით, რატომ შეარჩია მაინც და მაინც ირაკლი ღარიბაშვილი, რასელის ბიძინა ივანიშვილი მისგან და რასელით პირადად თქვენ? მე ირაკლი ღარიბაშვილს ვიცნობ კარგად, იმიტომ რომ გახსოვთ თქვენ რომ პოლიტიკური ფიგურებიდან ვიყავი პირველი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გვერდით დავდექი 10 ოქტომბრიდან. ირაკლი ღარიბაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ზუსტად აი იმ პირველივე დღეებიდან, როდესაც მე ბატონ ბიძინასთან მივედი და ვიყავი აი იმ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, იყო ირაკლი ღარიბაშვილი. მე ვხედავდი მთელი იმ პერიოდის განმავლობაში რა როლი შეასრულა პირადად მან აი ამ პოლიტიკურ პროცესებში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის იყო ის ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელზედაც სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლისთანავე პირველივე დარტყმა და ეს იყო მისი ოჯახის წევრის დაპატიმრება თამაზ თამაზაშვილის და ეს არ იყო შემთხვევით შერჩეული. იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია ჰქონდა მთელ იმ პოლიტიკურ პროცესში. მან მართლაც ღირსეულად გადაიტანა ეს რეპრესიები მისმა ოჯახმა და არ ყოფილა ერთი წამით მის მხრიდან ყოყმანი, რომ მას სხვა არჩევანი გაეკეთებინა, ვიდრე ის რაც გააკეთა. ამის გარდა იმისა, რომ ის ესე ვთქვათ, ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ნახეთ ჩვენ როგორი სიმტკიცის, პრინციპულობის, ერთგულების, უშიშრობის და მე ვიტყოდი, აი როცა შეგიძლია შენი ოჯახის წევრის მართლა სასწორზე და ერთ პინაზე წარმოიდგინო შენი ოჯახის წევრის უსაფრთხოება, ეს ყველაფერი მან აჩვენა და მეორეს მხრივ ჩვენ ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილის მენეჯერული ნიჭი, მისი ორგანიზატორული უნარი, მართვა, კომუნიკაცია, იმიტომ რომ ის ხელმძღვანელობდა ინგა თელ საარჩევნო პროცესში, საპარლამენტო არჩევნების დროს, საარჩევნო შტაბში ძირითადი დატვირთვა მოდიოდა სწორედ მას, იმიტომ რომ მთელი მენეჯმენტი, ორგანიზაციული საკითხები გადადიოდა სწორედ ირაკლის აი მართლაც უნარზე, რომელიც გახდა გამსაზღვრელი შემდეგ სწორედ იმ არჩევანის რაც გააკეთა უნარზე და რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. კი ბატონო, ერთი კითხვა მინდა თუ შეიძლება დაგისვა, თავისთავად ის ფაქტი, რომ ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ არანაირი ცვლილება არ იგეგმება იმ სამთავრობო გუნდში, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის პირობებშიც მინისტრთა კაბინეტი. და ჩვენ დავინახეთ, რომ ერთადერთი ცვლილება თუ არ ჩათვლით ჭიკაიძის გადაყვანას, იმიტომ რომ თავად ღარიბაშვილი გადადის პრემიერად, ერთადერთი ცვლილება, რაც თქვენს გუნდში განხორციელდა, აღმოჩნდა კბილაშვილის ჩანაცვლება ბატონი ფარცხალაძით. ეს ავტომატურად აჩენს კითხვას, რომ ერთი წლის განმავლობაში გაწელილი პროცესი, რასაც ყველაზე ხშირად აპროტესტებდა ბევრი თქვენი მხარდამჭერი სამართლიანობის აღდგენის კუთხედ, თითქოს და გამოვიდა ისე, რომ შეფერხდა პროკურატურის გამო. მე ბევრჯერ მომისმენია ამ სტუდიაში თქვენივე გუნდის ლიდერების განცხადებები, რომ რა ვქნათ, პროკურატურა ვერ იძიებს ბოლომდე ვერდებს მტკიცებულებებს. ეხლა, როდესაც წავიდა მხოლოდ კბილაშვილი და დაინიშნა ბატონი ფარცხალაძე, გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ მთავარი აქცენტი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს საქართველოს ხელისუფლებისა იქნება სამართლიანობის აღდგენაზე. ანუ ავტომატურად ეს ნიშნავს დაჭერას რაღაცა ადამიანების წინააღმდეგ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, გარკვეული საქმეების დადებას და ასე შემდეგ. დღეს გავრცელდა ნიუ-იორკ ტაიმსში სააკაშვილის ინტერვიუ, სადაც იგი საუბრობს, ციტირებს, რომ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილზე არის საუბარი. ჩემს დაპატიმრებას და ქვეყნიდან გაძევებას პროგნოზირებს. შევეცდები მე ვიბრძოლო ჩემს სამშობლოში ჩემი თავისუფლებისთვის. კონდეს მოლოდინი, რომ თავარი პრიორიტეტი თქვენი ხელისუფლების იქნება სწორედ სამართლიანობის აღდგენის ეგიდით აი ამ მიმართულების გაშლა. დიდი კითხვა გამომივიდა, მაგრამ გვიან მოდის ხმა და ამიტომ მირჩევნია, რომ თქვენი პასუხი ერთიანად მოვისმინოთ.
ძალიან საინტერესო კითხვაა და ეს არის ის კითხვა, რომელთაც თქვენ ინგა ეხა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ეხმიანებით. პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ და მინდა დავამატო ის იმ ჩამონათვალს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის დასახასიათებლად გამოვიყენე. ერთ-ერთი ასევე ფაქტორი და ამით ამ კითხვასაც შევეხმიანები, რომლითაც მოხდა გადაწყვეტილების შერჩევა, ერთ-ერთი ეს ფაქტორი იყო ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელიც ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, იმიტომ რომ ეს იყო დამეთანხმები, თქვენ ძალიან კარგად იცით რა ხდებოდა ბოლო წლებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ყველაზე გამოკვეთილი პოლიტიკური იარაღი და ინსტრუმენტი, რომლითაც ირღვეოდა ადამიანის უფლებები და ირღვეოდა მასშტაბურად. ასე უმტკივნეულოდ ერთი წლის განმავლობაში რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომლითაც პოლიტიზირებული სისტემა სრულიად არაპოლიტიზირებულ უწყებად გადაიქცა და იმ ფონზე, როდესაც სამართლიანობის აღდგენის პირველი ნაბიჯი, პირველი ყველაზე მასშტაბური გადაწყვეტილება იყო ის ცნობილი ამინისტია, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ პატიმრებისთვის და ეს იყო დიდი თავისუფლების ქარტია, რომლითაც ჩვენ ადამიანებს თავისუფლება და დღის სინათლე ვაჩუქეთ. აი ამ ფონზე შეძლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით პროცესების ისე მართვა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან კარგი სტატისტიკა და ვითარება ქვეყანაში. რაც შეეხება აი ამ ცვლილებებს, ხაზგასმა მოხდა ახალი სამთავრობო გუნდის წარმოდგენის დროს, რომ არ არის დიდი ცვლილება გარდა ერთი ბუნებრივი ცვლილებისა, იმაზე რომ ძალიან კარგად და ესე ვთქვათ ჰარმონიულად მუშაობს სამთავრობო გუნდი და პრაქტიკულად ერთი წლის განმავლობაში გამოიკვეთა ძალიან სწორი ორიენტირები, რომლითაც ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულად უფსკულის პირას იდგა, მოტრიალდა და ჩვენ შევდექით სწორ რელსებზე და დავიწყეთ საძირკვლის ჩაყრა, რომლითაც დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება. პროკურატურის მიმართ და ზოგადად ძალიან ხშირად ისმოდა ჩვენი გუნდის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის წყრალი, ესე ვთქვათ, გულნატკენი განცხადებები, რომ არ ხდება სამართლიანობის აღსრულების პროცესის გაგრძელება. და ძალიან ბევრი ადამიანი მე მესმის და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ განწყობას, როდესაც მე თავად მიდევს კომიტეტში ისტორიები 12000-ზე მეტი განცხადება, სადაც ადამიანები თავიანთი წამების და რა ადამიანური მოპყრობის შესახებ წერდა. აი ეხლა ერთ-ერთი განცხადებას კითხულობდი ზუსტად ადამიანი როყვა, რომელიც დაინვალიდდა ცემის შედეგად და კონკრეტულ პიროვნებებს ასახელებს. ეს საქმე ჯერ გამოძიებული არ არის და ასეთი არის ათასობით საქმე, სადაც ითხოვენ რომ სამართლიანობა აღსრულდეს. ბუნებრივია პროკურატურისთვისაც ეს იქნებოდა ურთულესი შრომა და მე ვერ ვიქნები უმადური, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი სამუშაო დააწვათ და შეუძლებელი იყო ერთი წლის განმავლობაში ყველა ამ საქმეს ისინი გამკლავებოდნენ, რაც ერთდროულად წამოვიდა, მოედინებოდა განცხადებების და საჩივრების სახით, მაგრამ როგორც ჩანს, გარკვეული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა იყო დანახული და არჩილ კბილაშვილი, რომელიც მართლაც ძალიან კარგი იურისტია და ძალიან კარგად მუშაობდა, თუმცა ფაქტია, რომ გაცილებით სწრაფ ტემპებს ითხოვს საზოგადოება. ბუნებრივია, მე ვფიქრობ, რომ აი ამ ცვლილებების ფონზე მოხდება განსაკუთრებით, როდესაც ახალი პრეზიდენტი ყავს უკვე და მთავრობა დამტკიცდება და აღარ იქნება ეს ძალთა გადააქაჩვის პროცესი, აღარ იქნება ხელოვნური ხელშეშლის პროცესი, სამართლიანობის აღსრულების ეტაპები გაგრძელდება უფრო სწრაფად. ეს არ ნიშნავს ავტომატურად კოლექტიურ დაპატიმრებებს და ასე შემდეგ. სააკაშვილი, რომელიც დღეს არის საქართველოს რიგითი მოქალაქე და მას არ აქვს განსაკუთრებული იმუნიტეტი, რომელსაც ის ატარებდა პრეზიდენტის როლში. თუ მის წინააღმდეგ არსებობს კონკრეტული სამხილები პროკურატურაში და ზოგადად ბრალდებები არსებობს. ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს, მან ამ ბრალდებებს უნდა უპასუხოს, ამ კითხვებს უნდა უპასუხოს, ისევე როგორც ათასობით ადამიანი, რომელთა უფლებები იყო შელახული, დარღვეული, ნაწამები და რომელიც მსხვერპლი გახდა ამ ძალადობრივი რეჟიმის, მათ მიმართ სამართლიანობის აღსრულების პროცესი უნდა გაგრძელდეს. ანუ ეს კითხვა სრულიად ლეგიტიმურია, რომელიც ეხა ეს პროცესი. კი ბატონო, და სუბოლო კითხვა, ქალბატონო, ეხა თქვენ ბრძანეთ, რომ სააკაშვილი უკვე არის რიგითი მოქალაქე, ანუ მას აღარ იცავს იმუნიტეტი. აქედან გამომდინარე, მინდა რომ და ბრძანეთ ასე
ასევე რომ თუ არსებობს სააკაშვილის წინააღმდეგ რაღაც ბრალდებები და მტკიცებულებებიო. თქვენ ბრძანდებით არა რიგითი წევრი უმრავლესობის, ბრძანდებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. თუ გაქვთ ინფორმაცია, არსებობს თუ არა პროკურატურაში ისეთი მასალები, რომლის გამოც სააკაშვილის ყველა ვარიანტში გარდაულად მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა. ეს არის ჩემი ბოლო შეკითხვა და დაგემშვიდობებით. მე მაქვს საკმაოდ ბევრი ინფორმაციებს ფლობდი მაშინ, როდესაც ვიყავი ადამიანის უფლებათა დამცველი და ფლობ ეხლა უფრო მეტად, როდესაც ვარ ამ კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც უამრავი კონკრეტული საჩივარი და სხვადასხვა ტიპის განცხადება შემოვიდა. ძალიან ბევრი საკითხია, რომელზედაც პასუხების გაცემა სააკაშვილს მოუწევს. ეს არის ის კითხვები, რომელიც ეხება მის სახელმწიფო პერიოდში უფლებამოსილების გადამეტებას, კორუფციულ სქემებს, ელიტარულ კორუფციას, სხვადასხვა ტიპის დანაშაულობებს, რომელიც ხდებოდა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა და მას არაერთ საქმეზე უთქვამს, რომ მან მიიღო პირადად ასეთი გადაწყვეტილებები, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ არსებობს ძალიან ბევრი კონკრეტული პრეტენზია, სამხილი თუ დარღვევა, კანონდარღვევა, რომელზედაც მან როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა პასუხები უნდა გასცეს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. ხვალდაზე საკმაოდ ისეთ საინტერესო ამბები გელით პარლამენტში. კარგად ბრძანდებოდეთ, ქალბატონო ეკა, დიდი მადლობა. მაშინ ეს იყო ეკა ბესელია, იგი აცხადებს, რომ ბევრი არსებობს თემა, რომელზეც მოუწევს სააკაშვილის პასუხის გაცემა. ეკა ბესელიამ ამ წუთებში განაცხადა ეს, როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოსმენილი არაერთი განცხადება ისე უკვალოდ არ ჩაივლის. ბესელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არსებობს ბევრი სამხილი და კანონდარღვევა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს. სწორედ ამ შეკითხვით გადავალ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი წერეთელთან, საღამომშვიდობის ბატონო გიგი. ძალიან სერიოზული განცხადება მოვისმინეთ ეხლა ჩვენ ქალბატონი ეკა ბესელიასგან და თუ გავიხსენებთ, რომ დღეს სწორედ ნიუ-იორკ ტაიმსში სააკაშვილის ინტერვიუ არის, სტატია დაიბეჭდა, სადაც იგი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი პროგნოზირებს ჩემს დაპატიმრებას და ქვეყნიდან გაძევებას, შევეცდები ვიბრძოლოთ ჩემ სამშობლოში, ჩემი თავისუფლებისთვის და ის რაც ეხლა მოისმინეთ, ფიქრობ თუ არა, რომ სააკაშვილის პროკურატურაში დაიბარებენ? მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს, კაბტონინგა და სამწუხაროა, როდესაც ინაუგურაციის მეორე დღეს, პრაქტიკულად პირველ დღეს ახალმა პრეზიდენტმა დაიწყო მუშაობა, მართალია ისაც ამ თემებს არ ეხება და არ არის შეიძლება ჩართული ამ საკითხებში, მაგრამ სახელმწიფო გუნდი იმის მაგერად რაც კარგ პერსპექტივებზე საუბრობდეს, თანამშრომლობაზე საუბრობდეს, მათ შორის საუბრობდეს რაღაცნაირად გაერთიანებაზე, უფრო უკეთეს ურთიერთობებზე, კონსტრუქტივიზმზე, ოპოზიციასთან და ამ შემდეგ საუბრობს იმაზე, რომ შესაძლებელია, თქვა, მიხეილ სააკაშვილს, ექს-პრეზიდენტს მოუწიოს რაღაც კითხვებზე პასუხის გაცემა. მინდა გითხრათ, რომ თუ რაიმე კითხვები არსებობს, ბუნებრივია ამას პასუხი ბევრი სამხილი და კანონდარღვევა, რომელიც უკავშირდება ეს ყველაფერი კიდევ უფრო სამწუხარო ასეთი ტიპის უაპელაციო განცხადებებია, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ სხვათა შორის იგივე ხელისუფლების მიერ განხორციელებული სასამართლო პროცესები, მათ შორის ყველაზე გახმაურებული ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, როდესაც იყო ასეთივე, ახლა არ მინდა ამ კონტექსტში ვილაპარაკო და შედარებები გავაკეთო, მაგრამ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად ყველაზე სერიოზული ბრალდებები გაპატილებულია და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილებები. ასე რომ ახლა თლათ ასე გააკეთებს განცხადებაზე, მithumet ეს ძალიან უხერხულია და არ არის კარგი ტონი ჩემი აზრით, როდესაც მეორე დღიდანვე იწყება ამაზე საუბარი. თუ ამ სცენარით უნდა გავითარდეს მოვლენები და ჩვენც გვაქვს რაღაცა გარკვეული ნიშნები იმისა, რომ ხელისუფლება არაპირებს მიუხედავად იმისა, რომ მან მოიპოვა თქვათ პოლიტიკური აქვს სადავეები ხელში, პარლამენტის უმრავლესობა აქვს, პრეზიდენტი მისია და თქვათ შეუძლია ეს პოსტი ასევე გამოიყენოს და უნდა გამოიყენოს სწორად და კარგად ქვეყნისთვის. პრაქტიკულად ყველა ბერკეტი აქვს აღებული ხელში, ადგილობრივი ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით ასევე შეიცვალა იქაც კონფიგურაცია და ლანდშაფტი ადგილობრივ მმართველობაში. ნუ დღეს ისევ გრძელდება ასეთი აგრესიული რიტორიკა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი არის. არა, ნიშნები გვაქვს ამისი. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მაგალითად პირველივე პრესკონფერენციაზე გაცხადდა, რომ არაპირებენ
უმცირესობასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან თანამშრომლობისა. თუმცა მარგველოში მაგუშინ მეტეხში შერატონში გააკეთა ესეთი განცხადებაც, რომ მიტევების ეტაპი იწყება. ხო, არ ვიცი ხა მიტევების ეტაპზე, რა ეტაპზე საუბარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მიტევებაზე და ბუდიშების ხდაზე ლაპარაკს ერთი წელიწადი გავიდა. მე მგონი ყველაფერი თქვა. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში გამონათებდნენ სულ რომ რაღაცა შეცდომებზე ილაპარაკეთ და რა შეგეშალათ და ანალიზი კი ბატონო თქვით რა შეგვეშალა და შემდეგ მე მგონი ამ პოლიტიკამ რასაც ხელისუფლება აი ამ ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა ეს იყო მართლაც სერიოზული პრესინგი უამრავი ადამიანის დაკითხვა დაპატიმრება გენერალური მდივანი პარტიის ციხეში ერთი მინისტრი ციხეში და ასე შემდეგ და უამრავ ადამიანზე საქმე აღძრული ხო ამან რა მოუტანა? აი მე მინდა მაგალითად ესეთი კითხვა ალბათ ყველა ამას ვერ უპასუხოს, რომ ყველამ თავის ოჯახში ჩაიხედოს, გულში ჩაიხედოს და კითხოს რა მოიტანა ამ პოლიტიკამ მათთვის კარგი. გული მოიფხანეს, გაბრაზდენს, ვიღაცისთვის სამართლიანობა აღდგა. უკეთესად დაიწყო ცხოვრება ამ ერთი წლის განმავლობაში. საქართველოში ადამიანები, რომლებსაც აქვს მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენის მათთვის შეიძლება დაიწყო. გასაგებია ეს მეთქი, მაგრამ ჩვენ ხელისუფლება იმისთვის გვჭირდება რომ ქვეყანა უკან კი არ წავიდეს უარესი ეკონომიკა კი არ გქონდეს ნაკლები სამუშაო ადგილები კი არ გქონდეს უკეთესობა იყოს ეს პოლიტიკა არც ქვეყნის შიგნით შურიძიების პოლიტიკაზე მაქვს საუბარი და მე არა მაქვს საუბარი იმაზე რომ სამართლიანად ვიღაც უნდა დაიცაჯოს აბსოლუტურად ვემხრობი და პირველად ხო არ ვაცხადებთ ამას თუ ვიღაცას უკანონოდ ქონება წაართო ვინმე უკანონოდ აუცილებლად უნდა დაუბრუნოს. ეს გასაგებია და ამას ჩვენ შეუწყობთ ხელს, როგორც ოპოზიცია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხელოვნური, ეს არ უნდა იყოს შურიზიების გამო, არ უნდა იყოს ქონების გადანაწილების გამო და ასე შემდეგ. არის ასეთი. არ ვიცი ახლა შეიძლება შესაძლებელია თქო მე ხა ამ წუთას ყველა არ მგონი ადამიანის უფლებათა ცნობილ დამცველს ეკაბესელიას ეთქვა რომ არსებობს რაღაც სამხილები და განვითარება. საკამათოა იგივე ხა იმ ამნისტიასთან დაკავშირებით, ნუ არაერთხელ მithქვს მეც მივესალმებით რომ ადამიანებმა თქვა ძალიან ბევრმა საპატიმრო დატოვა და შეიძლება ეს ბევრისთვის სწორი იყო მაგრამ ეხლა ხო არ დავიწყებ თავიდან ამ ჰუმანურ აქტს ასევე მოყვა ძალიან ბევრი არასასურველი რამ არა ბევრი ისეთი ადამიანის განთავისუფლდა ეხლა ზოგი რუსეთის ჯაშუში და ზოგი სხვა და ზოგი პედოფილი და ასე ამას ხშირად არის ლაპარაკი ამიტომ მაინდა-მაინც სააკაშვილის მიერ შეწყალებულ ხასიაშიც მოხდნენ რამდენადაც თქვენი ოპონენტები აცხადებდნენ პედოფილები ვინმე შეიწყალა და თუ ეს არ ვიცი მე ნამდვილად არ ვიცი ამის შესახებ და ამნისტირება შეეხო ამაზე იყო ლაპარაკი ასე მე რა მინდა იცით კალტოინგა მინდა ჩემ კოლეგებსაც უთხრა ბუნებრივია რომ რაღაცა ეტაპი ხო არსებობს არა რაღაცა გავიარეთ არის ახლა ახალი ეტაპი იწყება ჩვენ არა გვაქვს განცხადებული ის რომ მაინცა და მაინც ესე იგი რევოლუციური გზით ვაპირებთ ხელისუფლების შეცვლას მათ ვებრძვით ყველანაირი მეთოდით ვართ საშინლად აგრესიულები ამას არ ვაკეთებთ პირიქით მე მგონი რომ ხელი შეუწყვეთ იმას რომ ეს პროცესი ძალიან ღირსეულად ჩატარებული იყო ეს ასე ვთქვათ საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურად ჩატარებული იყო უპრეცედენტო პირველივე საღამოს მიულოცეთ გამოვედი რატო ვაკეთებთ ამას რა შალვანათელშვილზე ნაკლებად დავიწყებთ ყვირილს მე პატრიცემ შალვას მაგრამ მე ემოციას დავაკლებთ სიტყვებს ვერ ვიპოვით რომ ვთქვათ რომ ვიღაცამ გააყალბა ვიღაცამ ასე თქო უბედურება გააკეთა და ასე შემდეგ მოისყიდა ხალხი ხო არ გვითქვამს ასეთი რა მე ვფიქრობ რომ ეს კი არ არის ხარ ჩვენ იმას კი არ ვეუბნებით რომ თქვენ ახლა ჩვენ ეს გავაკეთეთ და თქვენს რაღაც არა უბრალოდ ნორმალურ პროცესში წავიყვანეთ და ნორმალურ პროცესში თქვენ თანამშრომლებოდით ხოლმე ოპოზიციას მაგალითად იგივე ეკაბესელია მე შეგახსენებთ მისი ძმა იყო დაპატიმრებული პოლიტიკური აქტიურობის დროს დაემთხვა მისი ძმის დაპატიმრება მისი შვილის წინააღმდეგ მცირეწლოვანის წინააღმდეგ არასრულწლოვანის წინააღმდეგ იყო საქმე აღძრული ანუ რატო გეკითხებით იცით ის რასაც დღეს ნაციონალური მოძრაობა დაუშვათ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეძახის იგივე ხდებოდა თუ არა დაუშვათ თქვენი მხრიდან თქო თქვენი ამ შემთხვევაში იგი წერეთელს ნაკლებად მე მესმის გასაგებია ეს მაგრამ ხო პოლიტიკური ანგარიშსწორება მე რაღაცად არ მახსენდება მაინც პოლიტიკური ფიგურები ჩვენთან საჯელს იხდიდნენ და მით უმეტეს მოქმედი გენერალური მდივნები და ასე შემდეგ. მაგრამ შვილი ძმა ეს კიდე შეიძლება ძალიან დიდი ბოდიში ეს არის ცალკე შემთხვევები, გადაცდომები შესაძლებელია იყო, მოდეთ ახლა ერთ და იგივეს დავღეჭავთ, რაღაცა უფრო მომავალზე ვიყოთ ორიენტირებული, კიდე ერთხელ ვიტყვი, ეს რა მანერაა, ან საერთოდ რა ის არის? აი, თქვენ დროს ვიღაცამ რაღაცა გააკეთა, ეხლა ჩვენც ეს უნდა გავაკეთოთ. ეს მაშინ აღარ დამთავრდება არასოდეს.
მოხდეს. ასევე წყნარი და წყაზარი სახით დაждდება რომელიმე როგორც გაბატონი ეკა ბრძანდებოდა ეხლა უფლებადამცველი მომავალ მთავრობას ასევე განიკითხავს ასევე ჩამოთulis იტყვის რომ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ რაღაც კითხვებია და საქმე უნდა აღძრათ ფინანსთა მინისტრს გეთანხმებით ეს მაგრამ არ შეიძლება ეს იყოს მასობრივად და მე ვისურვებდი რომ ეს ასე არ იყოს მაგრამ თქვენ თუ აი ხა რას მეუბნებით თქვენზეა პასუხი ანუ თქვენ მეუბნებით რომ თქვენ დროს იყო და ამიტომ ესენიც ასე გიკეთებენ თქვენ ეს არ უნდა იყოს სწორედ ვინც დააშავეთ თქვენ რასაც პრეტენზია ვის დააშავებს აგოს პასუხი კი ბატონო რას ვამბობ ამისთანაც ჭეშმარიტებას მე მგონი რომ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი რა იქნება ხვალ როგორ მივდივარ თავრობამ მკითხება ალბათ მოხდება ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენა მისი მინისტრთა კაბინეტის პრაქტიკულად ცვლილება არ ყოფილა თუ არ ჩავთვლით ღარიბაშვილის გადანაცვლებას და ჭიკაიძის მის ჩანაცვლებას მთავარი პროკურორი არ შედის მინისტრთა კაბინეტში ანუ ბიძინა ივანიშვილის გუნდით მოდის უკვე ღარიბაშვილის გუნდი ამ სახელით რას თქვენ ვიცი რომ ხმის მიცემას არ აპირებთ თუ არსებობს აქ რომელიმე მინისტრი ვის მიმართაც განსაკუთრებული კითხვები გაქვთ და მიგაჩნიათ რომ არ უნდა იყოს მთავრობაში და თუ არსებობს რომელიმე კანდიდატურა რომლის მიმართაც თქვენ კეთილგანწყობა გაქვთ არ ვიცი რა მე ხამე ჩემ პერსონალურ რაღაც შეხედულებებზე არ ვისაუბრებ ვიცი ჩამოყალიბებული პოზიცია გავიგე მესმის მაგრამ მე ვსაუბრობ და ამით ჩემზე თქვი და მოვიხსენე ეს რომ ჩემებზე არ ვილაპარაკებ შეხედულებებზე ამ წუთას რაც შეეხება ჩვენს მოსაზრებებს ჩვენ ხვალ გვექნება შეხვედრები ჯერთი რაღაც უჩვეულოდ სწრაფად ხდება ეს ყველაფერი ხა ერთ დღეში დამთავრება მთელი ამ პროცესი თუმცა გასაგებია ალბათ ახსნეს რომ არაფერი არ იცვლება არავინ არ იცვლება პროგრამა არ იცვლება შეხედულებები არ იცვლება ჩვენ გვექნება ბუნებრივია ძალიან ბევრი კითხვა მათ შორის კითხვები იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთანაც ყველაზე მთავარი მაინც არის დღეს ეკონომიკური სირთულეები ეხლა ეს მთელი ამბები და სამომავლოდაც რაღაც ხმაურიანი საკითხები თუ კიდე რაიმე დევს ასე ვთქვათ ამ მარაგში ამ ახალი საქმეების აღძვრის ისე საერთოდ რას ერჩოდენ ამ კბილაშვილს ამდენ დავიც რა უნდა ეკნა ხა კბილაშვილს ვერ დახრეთ და პირადად ვერავის თორე დანარჩენ ეხლა მისი პროკურორობის დროს მოხდა მთელი ეს დაჭერები და მერაბიშვილის და ახალაიანს და უამრავი საქმე აღძრული და ათასობით ხალხი დაკითხული ამ კაცმა როგორც პროკურორმა რაღაც დავალებები შეასრულა მაგრამ რაღაცა ჩანს უფრო მეტია უკმაყოფილება იყო არა გუნდში რაღაც კბილაშვილის მიმართ და სწორედ ესეც არის ერთ-ერთი ნიშანი რაზეც მე ვლაპარაკობდი რომ შეიძლება პირიქით გამძაფრდეს ეს ყველაფერი მათ შორის თუ ვილნიუსის სამიტი რაღაცნაირად კარგად დაიძლია შეიძლება ხელისუფლებას გაეხსნა შემდეგ მადა და გააგრძელოს კიდევ უფრო აქტიურად თქვა პოლიტიკური რაღაც ტიპის რეპრესიები. არ ვიცი, ძალიან ცუდი იქნება ეს და ეს ძალიან ძიმე მდგომარეობას შეუქმნის ჩვენ ქვეყანას. და რაც შეეხება შეუქმნის პირველ რიგში არა იმის გამო რომ ვიღაც ასე ვთქვათ ცუდ პირობებში აღმოჩნდება ან ვიღაცას დაუმძიმდება ცხოვრება და ვიღაც ამით გაიხარებს. შეუქმნის იმ ხრივ რომ ყველასთვის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეკონომიკურად ვითარება გაუარესდება. დარწმუნებული ხართ? მე დარწმუნებული ვარ თუ ეს ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ გავაანალიზოთ მაშინ ეს პერიოდი რაც იყო, ხო, მთავრობამ უფრო დიდი ძალისხმევა მოანდომა სწორედ პოლიტიკურ ბრძოლას, ოპონენტთან ბრძოლას და ნაკლები მოანდომა იმას, რომ თქვათ ინვესტიციები მოეზიდა, რაღაც ახალი ეკონომიკური ინიციატივები ქონოდა, თქვათ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აახალისებდა ბიზნესს და ასე შემდეგ. ბევრი რამ არ გაკეთა, ამან მოიტანა საკმაოდ ცუდი შედეგი. დღეს ჩვენ გვაქვს, რაც არ უნდა ვიძახოთ ახლა ხშირად მოგვისმენია იგივე პრემიერ-მინისტრისგან ყოფილისო, ეს რაღაც სასწაული მოხდა, სასწაული მოვახდინეთ ამ სფეროში, სასწაული მოვახდინეთ იმ სფეროში. ნუ მე ხლა მესმის რომ ეს რაღაცა შეიძლება ფსიქოლოგიური ასეთი ეს არის გზავნილი, მაგრამ რეალობა არის სხვა. როცა ჩვენ ხა ბიუჯეტზე გქონდა დებატები და კიდე იქნება, ხო ხა დაახლოებით 700 მილიონიან გარღვევა, ეხლა არის 1.8 მილიარდი ამოსაღებია, ხარჯებია გასაწევი. ეს ძალიან სერიოზული რამ არის და როდესაც გარღვევა, როდესაც ფული არ იხარჯება პროექტებში და ეს მართლდება სხვადასხვა ტიპის მიზეზით, ეს ნიშნავს იმას, რომ ნაკლებ ოჯახში შედის შემოსავალი, ნაკლები ადამიანი რაღაც პრობლემას წყვეტს, მუშაობას იწყებს და ასე შემდეგ. ანუ თქვენი მთავარი კითხვები ახალ გუნდს, ახალ მინისტრთა კაბინეტს, ეკონომიკაზე იქნება. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუნებრივია იქნება ეკონომიკურ გუნდთან, ალბათ ანალიზი რატომ მოხდა ეს, რა პასუხისგებლობას იღებს ეს კაბინეტი, ბუნებრივია დღეს პასუხისგებლობა უკვე ეკონომიკურ საკითხებზეც იქნება ღარიბაშვილზეც და ის მემკვიდრეობით მიიღებს არა მხოლოდ ნდობას თქვა ივანიშვილის და მთელი ამ გუნდის, არამედ და არა თქვენი. მიიღებს
ჩვენ ვართ პოლიტიკური ოპოზიცია და ჩვენ ხარ მთავრობას რო უჭერდეთ თქვას მაშინ მთავრობაში ვიქნებით ალბათ ხო ან ვიქნებით მთავრობის სატელიტი ან ვიქნებით მთავრობის ნაწილი მე არ მინახავს ახლა პარლამენტი რომელიც მთავრობას უჭერს მხარს მთლიანობაში ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვიღებთ ამ მთავრობაზე პასუხისმგებლობას ანუ თქვენ განხილვებში მიიღებთ მონაწილეობას დებატებში მთავრობას საოცრად რომ მართლა სასწაულები რო ეკეთებინა ახლა ხო პირიქით ესე იგი ეკონომიკური სტაგნაცია გვაქვს მთელი მსოფლიო ამას ამბობს ეკონომიკური ზრდა შეჩერებულია და რეცესიის ნიშნები გვაქვს მთელი რიგი მიმართულებით და ასე შემდეგ და ეხლა სულ რომ ვარსკვლავები მოეწყვიტა პოლიტიკური ოპოზიცია, მთავარი ოპოზიციური პარტია როგორ დაუჭერს ხარს და ეხლა მით უმეტეს ამ მთავრობას ნამდვილად ვერ დაუჭერს თუმცა მე არ დავასახელებ გვარებს მიმაჩნია ხა პიროვნულად ხო შეიძლება რაღაც იყოს რამდენიმე მინისტრი რომელიც მართლაც გითხარით ესეთ ახალი კულტურა იქნება პოლიტიკური რომ თქვენ ვთქვათ რომ ვიღაც მოგწონს შეიძლება ამ მთავრობაში ყველა ერთნაირი არ არის არა ზოგი არის მინისტრი რომელიც ვერ იმუშავებს და ვერ მუშაობს და მიგვაჩნია რომ თქვათ არ ექნება ესეთ წარმატებები იგივე ეკონომიკური გუნდიდან და ასე შემდეგ ვიღაცა შესაძლებელია კონდეს უკეთესი პერსპექტივა მაგრამ ეს არის მთლიანობაში ერთი გუნდი ერთნაირად იღებენ მადლობას ერთნაირად იღებენ საყვედურს ერთნაირად მიიღებენ ნდობას უმრავლესობისგან და ერთნაირად საინტერესო იქნება დებატები პარლამენტში ალბათ ეს იქნება ხვალინელი და ზეგინდელი იქნება ალბათ სხვა თემებიც იქნება თემები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებითაც იქნება აი ამ თქვათ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებთან რაც ჩვენ მიგვაჩნია და რაც მარტო ჩვენ არ მიგვაჩნია არა მთელი მსოფლიო ამას აღნიშნავს და ძალიან სერიოზულმა ლიდერებმა ბოლო პერიოდშიც გააკეთეს მინიშნებები პირდაპირი განცხადებები გზავნილები რომ თუ ეს გაგრძელდება თუ თქვენ აპირებთ პოლიტიკურ ოპოზიციასთან აი ასეთ თქვათ მოქმედებებს და სხვა იგივე საერთო არაფერს აღარ ვამბობ სააკაშვილს თქვენ მე მგონი გახსოვთ ხო რა თქვენს პრაქტიკულად ევროპის წამყვანმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა რა ბილდმა და სხვამ რომ ეს იქნება ძალიან მძიმე განვითარება მონოლები საქართველოსთვის თუმცა როგორც ჩვენ დღევანდელ ეთერში მოვისმინეთ როგორც ჩანს სააკაშვილს მაინც დაუსვა მე კითხებს იმიტომ რომ მოვისმინეთ რომ სააკაშვილს კითხვები დაუსვით ჩვენ სხვათა შორის უპრეცედენტოდ როცა ომი იყო გახსოვთ რომ ღია ეთერში იყო მთელი კომისია და სააკაშვილს მე სხვა რამე დაგდა თუ ეს განვითარება ნაციონალების მიერ სააკაშვილისთვის დასმული კითხვები არ ითვლება ისევე როგორც ოცნების მიერ დასმული კითხვები არ ჩაითვლება დაუშვებინა მარტო ნაციონალური მოძრაობა იქ იყო პოლიტიკური სპექტრი და იყო საზოგადოება მე სხვა რამე მინდა გითხრა და ღია ეთერში იყო ესეც სხვა შორის იმ დროს იყო თუ ასე უნდა განვითარდეს ეს მოვლენები რაღაცა მძაფრი შიდა პოლიტიკური ბრძოლით ამაზე მე ევროპას უნდა გქონდეს მძაფრი რეაქცია ბუნებრივია ამერიკის შეერთებულ შტატებს იმიტომ რომ ამ ხალხს კრებითად ვამბობ ამ ქვეყნებს მართლაც უნდა ჩვენი წარმატება მაგრამ ჩვენ თუ სხვა გზით წავალთ მაშინ ეს სხვა სცენარია მაშინ ისე იქნება რომ აი ევროპას ჩვენ აღარ უნდივართ ამერიკელებს აღარ უნდივართ არ გვეხმარებიან გლანძღა მათი აგერ არის რუსეთი და გამოცდილი დიპლომატი ამბობს რომ მე მომხრე ვიყავი და ვრჩები პრეზიდენტის და იმ მაღალჩინოსნების ბრალდებულება ცნობილი ვინც იქნებიან გასამართლებისა რაც არ უნდა ნეგატივის მომტანი იყოს ეს ქვეყნის იმიჯისთვის ნახოთ რას გააკეთებს ახალი ხელისუფლება ძალიან დიდი ბოდიში ხშირ შემთხვევაში არის იმისთვის რომ რაღაცა ყურადღება მიიპყროს ელექტორალური და რაღაც საერთაშორისო რეაქციაზე საუბრობთ და თუ ეს მე მგონი გაბატონ სალომეს ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს მაშინ კიდე გეუბნები თუ ეს ასე უნდა გაგრძელდეს ანუ თუ ევროპა გეუბნება ამას ნუ გააკეთებ შენ და მე ამ შემთხვევაში მოგეხმარები ჩემ გვერდით ხარ ყველაფერში ხელში შენ მაინც აკეთებ ესე იგი მიდიხარ ამ პოლიტიკის წინააღმდეგ თუ ჩემი მოსახლეობა მეუბნება რომ აღმიდგინე სამართლიანობა დამანახე რომ შენ სამართლიანობას ეს უნდა იყოს მაქსიმალურად მოქცეული სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა იყოს ბევრი და სერიოზული მტკიცებულება იმისა რომ ვიღაცამ რაღაცა დააშავა რომ მოთხოვოთ პასუხს. ძალიან დიდი მადლობა. ერთი კითხვა უნდა დავსვა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ დავით ბეჟუაშვილმა დაგტოვათ. დატოვა თქვენი რიგები. და ვრცელდება ასევე ინფორმაცია რომ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი ვიზეც ყოველთვის იყო საუბარი ნაციონალური მოძრაობისა ყობა ნაყოფია უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას უმცირესობის დატოვებაზე. რა სიტყვით რითი ხსნით ბეჟუაშვილის წასვლას? თავარი დამფინანსებელი და ეს ძალიან მაღალი სტატუსია. ნამდვილად არ ყოფილა მე მგონი არც ერთი თავარი დამფინანსებელი პარტიის არ ვიცი ახლა ეს დეტალები ნამდვილად, მაგრამ რაც შეეხება როდესაც აღმოაჩინეთ რომ დათო ბეჟუაშვილმა დაკავშირა. მინდა გითხრათ ჯერ დათო ბეჟუაშვილთან დაკავშირებით, დათო ბეჟუაშვილი ხო პოლიტიკურად ესეთი აქტიური ფიგურა აროს არ ყოფილა.
გახსენდებათ მის პოლიტიკური რაიმე აქტივობა. გამნიშნულობა დათო აქვს, ბეჯუაშვილი, ის იყო არა, ერთ-ერთი ყველაზე დათო ბეჯუაშვილი არის ბიზნესმენი. ადამიანი თქვენს გუნდში. ბიზნესით იყო დაკავებული, ბუნებრივია ხა ალბათ კანონიერად, როცა პარლამენტში იყო და ბოლო პერიოდში ის აღარ მართავდა თავის ბიზნესს, მაგრამ ის არ იყო აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. არ იქნება ეს პოლიტიკურ პროცესებში. მომისმინეთ, ის იყო, აი წარმოიდგინეთ, ერთი წელი გავიდა ალბათ ყველაზე რთული და მძიმე პერიოდი, ხო? დათო ბეჯუაშვილის და იგივე კობანაყუფეს სხვა ხوارსად არ წასულან, არცად არ გაქცეულან. იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთად. იყო ხალხი, რომელმაც ჩვენ პირველივე დღეებში მიგვატოვა, ხო, გადაბარგდა და გადავიდა. მაგრამ ნუ ეხლა ალბათ მე მართლა მინდა იმდენი რამ ხდება ეხლა პოლიტიკაში, რომ სულადაც არ მიგვირს. დათო ბეჯუაშვილი დარწმუნებული ვარ ბევრ საკითხში, რაც ეკონომიკურ ხედვას შეეხება, რეფორმას და სხვა, იყო და დარწმუნებული ვარ ბევრ საკითხში დარჩება ჩვენ თანამოაზრეთ. მე როგორც ვიცი, ის აპირებს დამოუკიდებელ დეპუტატად. გჯერათ დამოუკიდებელი ნუ ეხლა რაღაცა ხო უნდა დაიჭერო. ადამიანი გოლწფელად გჯერათ თქვენ რომ ვინც თქვენგან წავიდა, ის იქნება დამოუკიდებელ დეპუტატთა ფრაქცია, თუ ეს იქნება ოცნების გარკვეული ნაწილი ადამიანების არ გადასულა იმ ფრაქციაში და ვნახავთ ამას. ჩვენ მე ვფიქრობ, ვიცნობ რა, დათო ბეჯუაშვილი და საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა მთელი ცხოვრება, რაც ვიცნობ მას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ საკითხში ის იქნება ჩვენი აი ეკონომიკური გააცხადებების მან პარტიას თავისი წასვლის ჩვენ არ გქონდა ასეთი ახსნა განმარტებები, ჯერჯერობით არ გქონია ამას საუბარი, მაგრამ ის თუ იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი, ეს არის მისი გადაწყვეტილება, ზოგმა უფრო ადრე და მე ვფიქრობ, რომ უფრო არასწორი გადაწყვეტილება. და სულ ბოლო კითხვა და დაგემშვიდობები, ჩემი შემდეგი სტუმარი იქნება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია, მანამდე მინდა გკითხოთ. მე ვკითხულობ პრესაში, ამ ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ დაპირისპირებაზე. მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ გენერალური მდივანი უნდა გამხდარიყო მიხეილ მაჭავარიანი, გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ აი ახლად შემომატებულ გუნდს, ანუ ეგრეთ წოდებულ არაძველი პოლიტიკური ბიოგრაფიის კადრებს, მაგალითად ვაშაძე, საყვარელიძე და ასე შემდეგ, აქვთ პროტესტი ძველი კადრების დანიშვნისა წამყვან თანამდებობებზე. რა სიტყვით ამაზე? მინდა რა ხდება მოკლედ თქვენს პარტიაში? ხმები პარტიაში დაპირისპირების შესახებ არის მკვეთრად გადაჭარბებული. პარტია არის საკმაოდ ესეთი მრავალრიცხოვანი, სხვა შორის მე მგონი თქვენ ხედავთ და საზოგადოება ჩვენ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ იგივე ახალი ადამიანების გამოჩენას, ახალი სახეები იღებენ სერიოზულ ფუნქციებს, ისინი არიან სპიკერებიც, ისინი არიან დებატებშიც ბევრგან, ისინი და ბუნებრივია ეს უნდა იყოს და არსებობდეს. ის რომ განსხვავებული მოსაზრება ჩვენ რამეზე ვქონდეს, მაგალითად, ჩვენ შეიძლება ახლა ვაკეთებდეთ ახალ სტრუქტურას, ხო, პარტიულს. ვიღაცას მიაჩნია რომ ამ ტიპის სტრუქტურა უნდა იყოს, ვიღაცას მიაჩნია სხვა ტიპის სტრუქტურა უნდა იყოს. ეს პოლემიკა. რა თქმა უნდა, ეს არავით არის რაიმე სერიოზული. აქ არ არსებობს პოლემიკა, არსებობს და იქნება როგორი იყოს პარტიის სტრატეგია. მინდა დავაზუსტო რომ მიხეილ მაჭავარიანი გენერალური მდივანი არ არის. არა. რამდენიმე მდივანს შორის პირველი გადაწყვეტილება რა ჩვენ წინასწარი მივიღეთ, იმიტომ რომ აღმასრულებელი ფუნქციები ვიღაცამ უნდა აკეთოს და მაჭავარიანს ვინც ისნობს ახლა ის არის ძალიან ესეთი აქტიური და კომპეტენტური და შეიძლება ზოგიერთ საკითხში მართლაც პარტიის მუშაობას შეეხება გენერალური მდივანი. შეეხება აქტიურ თუ მის არ არის გენერალური მდივანი სამწუხაროდ საპატიმროდან ანუ მერაბიშვილის ჩვენ წესდება ასე მოითხოვს მინდობილობის საფუძველზე ჩვენ დავაკისრეთ მას აღმასრულებელი მდივნის ფუნქციას ეს ერთ-ერთი მდივანია ალბათ რამდენჯერ სტრუქტურა არ არის ცნობილი და ეს არის უბრალოდ იმისთვის რომ პარტიას არ გაურთულდეს სხვა ტიპის საფინანსო ეკონომიკური ორგანიზაციული მუშაობა ასე რომ არავით არის სერიოზული დაპირისპირება არ არის დაბრუნდება საქართველოში უახლოეს პერიოდში რომ სააკაშვილმა განაცხადა თავისი მოკლევადიანი გეგმების შესახებ რა სფეროებში იქნება რა თქმა უნდა აბარა სადმე კი არ არის თუ რაღაც საკითხები აქვს რამდენიმე თემა რასაც ის მუშაობს მათ შორის შეიძლება იყოს ძალიან მალე ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ საკითხი რომელიც შეიძლება გახმოვანდეს რომ საკუთარ სერიოზული შემოთავაზებები აქვს მას როგორც ეს გახმოვანდა კიდეც პრესაში უცხოეთში მათ ამერიკის შეერთებულ მე არ მინდა ახლა დავა კონკრეტულ წინასწარ ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ამ პერიოდისთვის რომ მან ეს თავისი კომპეტენცია რაღაც საინტერესო საქმეს მოახმაროს ახლა აქ არის ესეთი ამბავი აგეთ ბესელია გამოდის და ამბობს რომ კითხვები გვაქვს და ასე მაგრამ სოფლიოს ძალიან დიდ
ნაწილში მიხეილ სააკაშვილს ხან ჯორჯ ვაშინგტონს ადარებენ და ხან ამას და ხან εμას. მე სხვა რამე მინდა გითხრათ, უნდა დავასრულოთ. კი ბატონო, დავასრულოთ და მაინც უკეთესია ალბათ მთავრობამ, რომელიც ხვალ შემოვა პარლამენტში, მართლაც იფიქროს იმაზე, რომ გარდა იმისა, რომ კომპეტენტურად აკეთოს თავის საქმე, იზრუნოს იმაზე, რომ მეტად გამაერთიანებელი რაღაც წერტილები იპოვოს და არა გააგრძელოს თქვა რაღაც აგრესიული მოქმედების გზა. მერწმუნეთ ეს არ მიგვიყვანს კარგ დასასრულამდე და ასევე შემოუბრუნდება კიდევ უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ხელისუფლება ფიქრობს მას ეს ყველაფერი დასასრულს. კიდევ ერთხელ მინდა რახა სააკაშვილი ახსენე, დღეს პირველი დღეა, მე მგონი რომ ის აღარ არის საქართველოს სააკაშვილის გარეშე პირველი დღე. მიულოცეთ რა გიორგი მარგველაშვილს ასე თქვა პირველები ვიყავით, მე მგონი ეთერი გამოვედით, როდესაც შედეგები იყო, ასევე მინდა მადლობა უთხრა სააკაშვილსაც და საზოგადოებას ეს მადლიერებაც უნდა კონდეს, რაც გააკეთა ადამიანმა კარგი. იმისთვის მადლობა უნდა უთხრა. დიდი მადლობა ბატონო გიგი, წარმატებას გისურვებთ. მაშინ ხვალიდან ძალიან საინტერესო ცხელიღრები იწყება პარლამენტში. ვნახოთ როგორ განვითარდება დებატები ახალი მთავრობის დამტკიცებისას. ეს იყო გიგი წერეთელი, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ კი რა რეაქცია ჰქონდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახს, როცა აღმოჩნდა, რომ ისინი მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს. გიორგი გამსახურდია ჩვენს ეთერში რეკლამის შემდეგ. განვაგრძობთ გადაცემას. საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში იწყება ერთმანეთის მიტევების პოლიტიკა. ლანა ღოღობერიძე, ნათია მეგრელიშვილი, ირმა სოხაძე და დოდო შონავა არიან ჩვენი სტუმრები. მე მათ მივესალმები. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო ქალბატონები, ძალიან საინტერესო იქნება ალბათ თქვენი მოსაზრებები საზოგადოებრივი პოზიციიდან გამომდინარე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ქალბატონო ლანა, პირველი კითხვა მინდა რომ დაგისვათ თქვენ. დღეს არის პირველი დღე, როდესაც სააკაშვილი აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი, უпростоრედ გუშინ შედგა ინაუგურაცია და ჩვენ უკვე ყველანი ვცხოვრობთ ახალ რეალობაში. მარგველაშვილის პრეზიდენტობის ეტაპი დაიწყო. როგორ აფასებთ ამ ცვლილებებს, რაც მოხდა ქვეყანაში? გუშინ ინაუგურაციაზე მან გააკეთა განცხადება, რომ უნდა დავიწყოთ სრულად ახალი ეტაპი, ყველაზე ცუდი დრო უკან დავტოვეთ და იწყება ურთიერთმიტევების ეპოქა, ასე ვთქვათ. ნუ საპრეზიდენტო ეპოქა იგულისხმება, რა თქმა უნდა, სახელისუფლებო. გისმენთ? თუ მართალია ეს მოსაზრება, რომ ადამიანი ეს არის სტილი, ასევე ხელისუფლებაც არის სტილი ჩემთვის. და მე გუშინ დავინახე ის სტილი, რომელიც მე პირადად მომწონს. აი ეს შემიძლია გითხრათ. ეს რა სტილი? ეს არის სისადავე, უბრალოება, ამავე დროს კომპეტენტურობა, ანალიზისადმი მიდრეკილება, არა აღტყინება, არა საკუთარი თავით ტკბობა, არა გამოცხადება, რომ გამორჩეული ვართ ყველაფრით. არამედ რაღაცა კონტექსტში დანახვა შენი ქვეყნის, შენი თავის. აი ეს მე მგონი ახლა ჩანს ნამდვილად. ყველაზე მთავარი, რაც თქვენ მოისმინეთ, დაუშვათ მისი გამოსვლიდან, დილით გაკეთებული მისი, საკმაოდ მოკლე იყო ეს სიტყვა, დილით გაკეთებული ამ განცხადებები და რომელიც ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ მეოთხე პრეზიდენტისგან და შემდეგ უკვე საღამოს როცა მან თქვა, რომ დროა დავიწყოთ ურთიერთმიტევება. თუმცა მანამდე გიორგი მარგველაშვილის მთელი კამპანია იყო აგებული ერთ მთავარ მესიჯზე, ეს იყო ჩემი გაპრეზიდენტების პირველივე დღიდან დასრულდება კოაბიტაცია, ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო ორი მოსაზრება. არა, არ არის ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩემი აზრით. საერთოდ მიტევება რომ ჯობია არ მიტევებას ამაზე მე მგონი, ნუ კამათიც არ შეიძლება. საერთოდ ასე უნდა ვიცხოვროთ. საერთოდ უნდა მივუტევოთ ერთმანეთს ცოდვებიც, ეს არის მაღალი ზნეობრიობის წესი, ელემენტარულად რო ვთქვა. მე ამ შემთხვევაში მჯერა იგივე მარგველაშვილს, რომ აქვს შიგნით ის ზნეობრივი კანონი, რომლითაც ის მოქმედებს. ძალიან მჯერა ამის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩქარა ჩვენ ამას დავინახავთ. ეხლა სულ სუბიექტურად ალბათ არ ვიცი, სხვაებიც ამბობენ თუ არა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ბოლო პასაჟი
გიორგის გამოსვლიდან, სადაც მან ილაპარაკა სულიერებაზე, ასე რომ ვთქვათ. აი სადაც მან თქვა, რომ აი ის ენერგია, რომელმაც შექმნა, რომელმაც დააწერინა შოთა რუსთავის ვეფხისტყაოსანი, დაახატინა ფიროსმანს შავი ლომი, გადაარჩენინა საკუთარი სიცოცხლის ფასად ექიმ ჟორდანიას ბავშვი, რომელმაც შექმნა სვეტიცხოველი ჯვარი, მრავალხმიანობა და ასე შემდეგ. აი ეს ჩემთვის იყო მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. არა როგორც ლამაზი სიტყვები, არამედ როგორც პრინციპი, აი გაგება იმისა, რომ სულიერება, ანუ ზოგადი გაგები, ძალიან ზოგადი კულტურა, ეს ის არის, რითიც მოვედით დღევანდელ დღემდე და რაც უნდა იყოს ჩვენი მომავალი. აი ამას თუ მართლა გავიაზრებთ, თუ ეს იქნება პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის, ამას შედის ყველაფერი, ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანობის აღდგენა, ყველაფერი, თანხმობა. მე ძალიან მომეწონა ესეც, რომ ბევრჯერ ახსენა სიტყვა თანხმობა. აი საქართველო თანხმობის წერტილი ევროპასა და აზიას შორის და ასე შემდეგ, ბევრ რამეში იხმება სიტყვა. და კიდე ერთი სიტყვა არის სიტყვა, მე მიყვარს სიტყვა საერთოდ, რომელიც გამოხატავს ძალიან ბევრ რამეს, ლაღი. აი ბევრჯერ იხმარა სიტყვა ლაღი და ესეც მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ეს ქართველების ბუნებაში ეს სილაღე, ოღონდ სილაღე დამყარებული იმაზე, აი მაშინ იქნება ქვეყანა ლაღი, თუ გადავლახავთ სიღარიბეს, თუ დავამყარებთ სამართლიანობას, თუ გავითვალისწინებთ განსხვავებულს, აი განსხვავებულს აღვიქვამთ როგორც რეალობას, როგორც აუცილებლობას მასთან ურთიერთობისა და სულ ბოლოს მე მესმის ბევრი რესპონდენტი ყავს. ბევრი არა, საგანგებოდ არ შევარჩიეთ ძალიან ბევრი რესპონდენტი. აი რა მინდა, იცი რა მენდომებოდა რომ დევიზად ამ ხელისუფლების იყოს სენტ-ეგზუპერის შესანიშნავი სიტყვები გამოცხადებული. ძალიან მიყვარს ეს სიტყვები და იმიტომ თუ შენ განსხვავდები ჩემგან ძმაო ჩემო, ეს მე კი არ მაკნინებს, არამედ მამდიდრებს. აი თუ ჩვენ ამას მართლა ცხოვრების წესად ვაღიარებთ, რომ განსხვავებულობა ეს ჩემი სიმდიდრე, სხვისი განსხვავებულობა ჩემი სიმდიდრეა. აი მაშინ მე მგონია რომ აფხაზეთსაც დავიბრუნებთ, ოსეთსაც დავიბრუნებთ და საერთოდ რაღაც ჰარმონიისკენ გადავდგავთ ნაბიჯს. დიდი მადლობა. ქალბატონ ნათია, შემდეგი კითხვა თქვენ მინდა დაგისვათ. მოისმინეთ ალბათ ნახეთ გუშინდელი გამოსვლა ახალი პრეზიდენტის მთავარი გზავნილები, რომელიც მოისმინა სრულიად საქართველომ და არა მარტო საქართველომ. ჩვენ არ დავასევდიანებთ, შეიძლება ეხლა მე უბრალოდ რაღაც სიტყვები შევცვალო, მაგრამ შინაარს ვამბობ, მსოფლიოს კატასტროფებით არ დავასევდიანებთ მსოფლიოს აქ ომებით და დაპირისპირებებით, არამედ მთელი ჩვენი ენერგია უნდა ჩაიდოს და შემდეგ იყო მთელი აქცენტები პოზიტივზე, კულტურაზე და ასე შემდეგ. გისმენთ? მოგესალმებით. მე მგონია რომ ჩვენ ქართველებმა აუსრულეთ ოცნება პლატონს, იმიტომ რომ მას ძალიან უნდოდა რომ სახელმწიფოები ემართათ ფილოსოფოსებს. და თვლიდა რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა. გვყავს ფილოსოფოსი პრეზიდენტი. ეხლა ქალბატონმა ლანამ სტილი და ძალიან სწორია ასეთი მიმართება, მაგრამ სტილი არის ისეთი რამ, რაც ძალიან ხშირად იცვლება. ანუ თავისთავად არა მარტო პოლიტიკაში, არამედ აი ჩვენ თავად ხშირად ჩვენ საკუთარ სტილსაც ვიცვლით, აზროვნების, ჩაცმის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ის რაც იქ ითქვა, იცით, ეს იყო ჯერ სიტყვები, მხოლოდ სიტყვები. და ჯერჯერობით ამის მტკიცებულება არ გვაქვს, ამიტომ მე არ ვიცი რა მოყვება ამ სიტყვებს. თუ ამ სიტყვებს მოყვება საქმე, მაშინ რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სიტყვები რჩება სიტყვებად. ეხლა მან ბრძანა მაგალითად ასეთი რამ, რომ იდენტობა უნდა დავიბრუნოთ. თუ იდენტობის დაბრუნება უნდათ, მაშინ გამსახურდიას ოჯახის წევრები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ იდენტობის პრობლემა საქართველოში ძალიან მძაფრად დასვა ზუსტად გამსახურდია თავის დროს. და საერთოდ სირცხულად მიმაჩნია, რომ იმ პრეზიდენტის, რომელმაც ჩვენ გამოგვიცხადა დამოუკიდებლობა,
არა, იმ პრეზიდენტის ოჯახის წევრი იქ არ იყო და როგორ ფიქრობთ, რატომ არ იყო? წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ იყო და საერთოდ გაოცებული ვარ საგარეო საქმეთა მინისტრის ასეთი პასუხით, რომ ცოცხლები, ეს შეიძლება შეიძლება რაღაცა ოჯახის წევა ერთმა მეორეს უთხრეს, რომ ცოცხლები დაპატიჟენ, მაგრამ მინისტრი როცა იტყვის, რომ ცოცხლები დაუპატიჟეთ, რაღაცა ცოტა მეუხერხულება ასეთი სტილი პასუხის. არაკორექტულად მიმაჩნია და თუ მართლაც ასეთი ხაზი ჰქონდათ იდენტობასთან და შოთა რუსთაველი გაიხსენეს და დავით გურამიშვილი და ილია ჭავჭავაძის ხოშვის, როცა უნდათ იხსენებენ, როცა არ უნდათ არ იხსენებენ, ეს ჩვენ გვახასიათებს. ხშირად ძალიან. ჩემზე იმანაც სოციალური შტაბის დელება მოახდინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი თავისთავად ჩემთვის ძალიან მისაღები იყო. აი ეს მცირე ფორმატი და ნაკლებად პომპეზური. ხო, კი, ძალიან ნორმალურად მომეჩვენა ფორმატის მიმართ არავითარი არ გამჩენია რაღაც პირიქით. მომეწონა, რომ ესეთი შეზღუდული იყო ეს ყველაფერი და ოღონდ ეს რასაკვირველი არ მომხდარა, იმიტომ რომ ჩვენ თავმდაბალი ხალხი ვართ. ჩვენ თავმდაბალი ხალხი სწორედაც რა არა, ჩვენ ძალიან ამპარტავანი და კუდაბსიკა ხალხი ვართ, მაგრამ ეს ახლა გაკეთდა რაღაცა საპირისპირო ნაბიჯი, რომ აი შენ თუ კი მართავდი პერფორმანსებს და თუ კი მართავდი რაღაც უზარმაზარ წარმოდგენებს, მე ახლა გავაკეთებ რაღაცა პატარა სანახაობას და დავუმტკიცებ ხალხს, რომ ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი ადამიანები. ეს სინამდვილეში არის სიცრუე. არავინ არ არის თავმდაბალი, მით უმეტეს ის, ვინც მიდის პოლიტიკაში. პოლიტიკაში თავმდაბალი, ალალი, ლაღი, სპეტაკი ადამიანი. რაც არ უნდა კეთილი იყოს პრეზიდენტი. რაც არ უნდა კეთილშობილი იყოს და ბრწყინვალე ოჯახის შვილი და განათლებული და მათ შორის ფილოსოფოსი. შეუძლებელია რაღაცა ეტაპზე პოლიტიკის მას არ მოუწიოს ისეთი საქმის გაკეთება, როცა ვიღაცას აუცილებლად ადგენს გულს. იმიტომ პოლიტიკა წარმოუდგენელია, ეს პოლიტიკა არ არის ქერუბიმების და ანგელოზების სივრცე. ეს არის ურთულესი მანქანა, რომელიც მართავს სახელმწიფოს და სახელმწიფოს მართვა ითვალისწინებს გარკვეულ ტკივნეულ პროცესებს. თუმცა ალბათ მომავალი დაგვანახებს. ანუ თქვენ მოგეწონათ მთავარი გზავნილები, რომელიც საზოგადოება მოისმინა პრეზიდენტის. მე გზავნილი ვერ მოვისმინე ვერავით არის. ჩემთვის მთავარი გზავნილი იყო ჩვენი ახალი პრეზიდენტის ინტერვიუ რუს ჟურნალისტთან. ეს იყო ჩემთვის მთავარი გზავნილი, სადაც მან განაცხადა, რომ შეხოთაშორის ასეთ კბილად არასოდეს არც ერთ ქართულ ჟურნალისტთან არ უსაუბრია. არა, მას სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ქართული არხისთვის აქვს ჯერჯერობით ინტერვიუ მიცემული და მას მერე რაც არჩევნები დასრულდა ქართული მედიისთვის მას არ მიუწია. არჩევნებამდე მე არასდროს მინახავს, რომ ის ყოფილიყოს ასეთი თბილი, ასეთი რბილი, ასეთი ლაღი ინტერვიუს დროს და რუს კორესპონდენტს ეუბნება, რომ ესე იგი ისიც რა, ნუ ნერვიულობთ, მალე დაივიწყებენ რუსები სააკაშვილს, ის გაქრება როგორც თოვლის ფიფქი. ანუ გამოვიდა ისე, რომ ჩვენ ახლა მუშაობთ იმაზე, რომ რუსებს დავავიწყოთ სააკაშვილი და ჩვენ რა დაგვავიწყებს იმ წლებს, რაც რუსების გამო გამოვიარეთ და საერთოდ რა პოლიტიკაა ეს და მე ყველაზე მეტად იცით რა მაშინებს მომავალში? შესაძლოა, მე არ ვიცი. შესაძლოა მართლა აყვავონ ქვეყანა, მაგრამ ძალიან მეშინია, რომ არ გაქრეს სიტყვა ოკუპანტი. არ გაქრეს აი ის ძალიან ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობის თვისებები. მე ამჯერა, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოს ისტორიის არც ერთი წიგნი, არც ერთი ისტორიკოსი ქართველი, როგორც ჩვენი დროის ისე წინა საუკუნის არ გვაძლევს ამის იმედს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ყვება ისტორიებს, როგორ გვპირდებოდნენ რუსები რაღაცა კომპრომისების ხარჯზე, ბევრ ამას და ქართველი მიდიოდა კომპრომისზე, მაგრამ რუსი ყოველთვის გვატყუა. დიდი მადლობა. ქავუტონო ირმა, განაგრძეთ თემა. კითხვა არის პრინციპში დასმული მთავარი გზავნილები. არა, ქავუტონმა ნათიამ თქვა, რომ მე ვერაფერი ვერ მოვისმინეო. რა მოისმინეთ თქვენ? მთავარი გზავნილი და როგორ აფასებთ მის გუშინდელ გზავნილებს? მე ძალიან მომეწონა გუშინდელი ყველაფერი, აი სწორედ მოგზალებული, ძალიან ლაკონური, ძალიან დახვეწილი
ფორმის და სტილით მართლა მოწოდებული ეს ყველაფერი იყო შესანიშნავი, ყველაფერი გავიგეთ, ეხლა რა უნდა მომხდარიყო იქ მეტი და რა გზა, ეხლა ლაპარაკი ვეთანხმები ქალბატონ ნათიას, რომ არ არის საქმე, თამის შესანიშნავი მაგალითი მქონდა მთელი 10 წელი, ხო, იყო აბსოლუტური აცდენა სიტყვასა და საქმეს შორის, მაგრამ მოდით ვიქონიოთ იმედი, რომ მართლაც ის წარსულს ჩაბარდა რაც იყო და არ გავიმეორებთ, ხომ წარსული შეცდომებს. მე მართლა ძალიან მომეწონა ის ფინალის, რაც ქალბატონმა ლანამ ბრძანა გასვლამ სულიერებაზე, იქ არც ექვთიმე თაყაიშვილი იყო დავიწყებული, არც ეს გასაგებია, რომ ლამაზი ლაპარაკი მithomets ბატონ გიორგის ეხერხება. ლექსების წაკითხვაც იმავე საპრეზიდენტო. მე ლამაზ ლაპარაკს ლაპარაკობ ამ შემთხვევაში და ზუსტზე, ამიტომ ისევ ნუაურებთ ორ ცნებას ერთმანეთში. და იცით რა არის მთავარი, რომ მე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მინდა რომ ჯეროდეს მე თქვენ ყველა მიცით რომ ხარს უჭერდი ღიად ბატონ გიორგი მარგოლაშვილს და ქართულ ოცნებას და ამიტომ ძალიან მოხარული ვარ რომ ეს ასე წყნარად შვიდად და კარგად მოხდა და მოდით იცით რა რომ თქვა მან რომ რა თქვა თავი ვიწყოთ თუ როგორი მან თქვა რომ ურთიერთმიტევების დრო დადგა ერთმანეთს უნდა მივუტევოთ ინგა ჩემო კარგო ეს არ ამგონია რომ ნიშნავდეს იმას რომ მივუტევოთ დამნაშავეს დანაშაული იცი რა მოდი რა კანონს მივცეთ თავისი საქმის გაკეთების საშუალება და ნუ გადავწყვეთ ნურც პრეზიდენტი და ნურც რიგითი მოქალაქე რაღაცას კანონის მაგივრად კანონი მე მგონი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს ხო თუ სახელმწიფო ვარ და ამიტომ მოდით ვაცალოთ კანონს ვინც დამნაშავე უნდა დაისაჯოს იქ არაფერ შუაში ჩვენი სულიერი მდგომარეობა მიტევება და სტილი და მანერა არ არის ნამდვილად ხო ამიტომ მაგრამ ზოგადად ის რომ დავივიწყოთ იქნება სწორედ იყო ნათქვამი რუსეთის გასაგონად ან ოსეთის მოსახლეობის ან აფხაზების გასაგონად კაც მარიც ისე რა იგულისხმა ხო ბატონო არ უთქვამს რომ კოაბიტაცია გავაგრძელოთ და ისე სიამზგებლობაში ვიცხოვროთ და საერთოდ გაუგებრობაში რაშიც ბოლო წელი ვიყავით ხო ეს კოაბიტაცია ჩემთვის მაგალითად საკმაოდ აუტანელი იყო არ დაგიმალავთ იცი კარგით რა გინდოდათ მაშინ რომ გენახათ ამაზე შემდეგ დაგისვათ კითხვას თუ აუტანელი იყო დოდო შონავას მინდა დაუსვა ასევე კითხვა თქვენთვის რა იყო ყველაზე საგულისხმო იმ გამოსვლიდან ან თუ მოგეწონათ ან არ მოგეწონათ მისი გუშინდელი გამოსვლა. მე მომეწონა ის დრამატურგია, რომლითაც ის პატარა სიტყვა იყო აწყობილი. მომეწონა რომ იყო იქ სულიერებაზე საუბარი და მიტევებაზე, შემდეგ იყო მეტეხში ეს გაცხადებული. საერთოდ მე მიმაჩნია რომ ქრისტიანული ცივილიზაციის ძირითადი სლოგანი მაპატიეთ ამ სიტყვისთვის ეს არის გიყვარდეს მტერი შენი. ეს ძალიან რთულია და იმისათვის რომ გიყვარდეს მტერი შენი უნდა მიუტევო მას, მაგრამ იმისათვის რომ არ დამბრალდეს ეხლა რომ ვარ რაღაც მართლმადიდებელი და ქრისტიანი ფუნდამენტალისტი მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს დავუშვათ თურმე იაპონურ ენაში არ არის კატეგორიული უარყოფის ნაწილაკი არა იმიტომ რომ იაპონელისთვის უფრო მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს მოსაუბრე ვიდრე კატეგორიულად დააფიქსიროს თავისი აზრი თუ ჩვენ აი ვისწავლით იმას და განსაკუთრებით პოლიტიკოსები იმას რომ სხვისი გამარჯვება არ არის ჩვენი საბოლოო დამარცხება და ჩვენ ამას ქვეყნისთვის უბედურებად არ წარმოვაჩენთ თუ ჩვენ ვისწავლით დაუშვათ გამდიდრებას განსხვავებული აზრით როგორც ქალბატონმა ლანამ ეგზუპერის ეს ძალიან შესანიშნავი სიტყვები ახლა გაიხსენა მაშინ ჩვენ ვისწავლით სწორად ცხოვრებას რაც შეეხება მის ინტერვიუს რუსულ ტელეარხთან წინა საარჩევნოდ მარგველაშვილი ჩემი სტუმარი იყო მეორე არხის გადაცემა ეპიცენტრში და ასეთივე ლაღი და გულწრფელი იყო იგი საჩოის მე უნდა თქვა იმის მიუხედავად რომ ძალიან მიყვირს უკაცრავად დოდო ეხლა გადაგზელებინებ რომ ძალიან მიყვირს და ცოტა არ იყოს არ მომწონს რომ მაგალითად არჩევნების შემდეგ მხოლოდ ერთხელ გააკეთა ინტერვიუ ქართულ არხთან მე უნდა ვთქვა რომ ასევე ამ ეთერში წინა საარჩევნოთ ის მართლა იყო რაღაცნაირად ლაღი ამას არჩევნებამდე 2 დღით ადრე მაგრამ სამწუხაროდ დღეს მაგალითად შეუძლებელია უკვე არჩეულ პრეზიდენტთან ინტერვიუს გაკეთება და კიდევ ერთი მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ დაიწყოს ჩვენი დამოკიდებულებების სწორად გათვლა რადგანაც რეალური დამოუკიდებლობა ქვეყნის არის მხოლოდ მაშინ, როდესაც მას სწორად აქვს გათვლილი საკუთარი დამოუკიდებლობები და ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გავთვალოთ ჩვენი დამოუკიდებლობები. თუ დღევანდელი ახალი პოლიტიკა ამ მიმართულებითაც იქნება და დაუშვათ თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ მარგველაშვილის ინტერვიუს ტონს რუსულ ტელეარხთან, მაშინ მე აქ ცუც არაფერს არ ვხედავ. დასავლეთის ამერიკის შეერთებული შტატებიც და ყველა მოგვიწოდა
უწოდებს, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, ურთიერთობები რუსეთთან იყოს უფრო, ასე ვთქვათ, მეგობრული შეიძლება არა, მაგრამ გონივრული. კი ბატონო. მე ამ სიტყვას ვიხმარდი. კი ბატონო, ქალბატონო ლანა, მე ისევ მინდა მიუბრუნდე მის ნათქვამს მიტევებაზე. პოლიტიკურ ჭრილში რომ გადავით, პოლიტიკურია ყველაზე დიდი პოლიტიკა, არასც ეხლა თუნდაც ქალბატონი ირმა ამბობდა ეგებ რუსეთზე იყო ეს გათვლილი აფხაზებზე, ოსებზე, მაგრამ შიდა პოლიტიკურ ამბებს თუ კი მიუბრუნდებით, თქვენ ამ ყველაფრის მომსწრე ხართ, შემსწრე და ყველაზე კარგად თქვენ იცით, ვის რა აქვს ერთმანეთისთვის საპატიებელი. თუ კი დაუშვათ მან ეს გათვალა უკვე შიდა ურთიერთობებზე და ეს იყო გზავნილი. თუნდაც იმიტომ, რომ იგივე ინაუგურაციაზე სხვა პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ წარმოდგენილი და მიწვეული, ერთადერთი ეს იყო ნაციონალური მოძრაობა. მართალი რომ გითხრათ, აი თუ ნაკლი დავინახე რამე ესეთი რეალური, აი ეს არის ჩემთვის ნაკლი, რომ არ იყო მოწვეული სხვა პარტიები. მე არ მგონია რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ მგონია რომ კონსენსუსი და ის თანხმობა, რომელზეც ლაპარაკი იყო სულ მარგველაშვილის გამოსვლაში, სწორედ ამას უნდა ემყარებოდეს. აი იმას, იმ გათვალისწინებას განსხვავებული აზრის. ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს და რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა რომ ეს მომხდარიყო ისევე როგორც პირველი პრეზიდენტის ოჯახი რა თქმა უნდა ყოფილიყო მოწვეული ეს მე მგონია დარწმუნებულია რომ აქ უბრალოდ ის მოხდა რომ ის კი არა რომ მარტო ცოცხლები ეს ნუ აბსურდი ამაზე კი არ ვლაპარაკობ არამედ აღარ გაითვალისწინეს ის რომ შეიძლება ოჯახი მოიწვია ეს ნუ ამას კიდე გამოცდილება უნდა მართლა არა გვაქვს ახლა დემოკრატიის გამოცდილება სულ არა გვაქვს აი ახლა ვიწყებთ პრაქტიკულად ვიწყებთ აი ამ ნაბიჯების გადადგმას და როგორ ფიქრობთ აი იგივე სხვა პოლიტიკური პარტიები რატო არ იყვნენ ინაუგურაციაზე ამით ხომ არა დაემსგავსა მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის რომელიც მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციას ეძახდა ხოლმე ოპოზიციას და ყველა ასეთი მსგავსი ტიპის შეხვედრაზე მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციას აღიარებდა მარგველაშვილის გადაწყვეტილება იყო უბრალოდ ეს ჩემი არა მე იმას ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი თანდათან ჩდება არაფრით არ მგონია რომ ეს ასე იყოს არაფრით არ მგონია მე მგონია რომ აი ამ ეს ახლა ჩვენ რაღაცა სიმწიფის ხანაში მე ვფიქრობ რომ შევედით და სიმწიფე ის არის რომ გაანალიზო დაუკვირდე აღარ კონდეს ასეთი აი თეთრის და შავის განცდა აი მე მგონია რომ ეს ხდება ჩვენთან და კიდევ უფრო მოხდება ამიტომ ამაში დარწმუნებულია რაც შეეხება იმას მიტევებაში რაც გულისხმობდა მე დარწმუნებულია რომ ამაში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იგულისხმებს იმას რომ თუ დამნაშავე ადამიანი თუ გამოძიება მოხდა კანონის სრული დაცვით რა თქმა უნდა და თუ დამნაშავე უნდა დაისაჯოს რომ ეს არ უნდა მოხდეს დარწმუნებულია რომ მიტევება ამას არ გულისხმობს მიტევება გულისხმობს ბევრად უფრო ფართო ცნებაა იცით რომ აი თუ ასე ცხოვრობ შენი ცხოვრებაც უფრო საინტერესო და მდიდრულია და თუ შეგიძლია მიუტევო იმას ვინც ისევ და ისევ შენგან განსხვავებულია იმანაც ასევე უნდა აღიქვას შენ ეს არის რაღაცა მართლა დემოკრატიული ცხოვრების წესი და ერთი რამე მინდა კიდევ თქვა გავიხსენო მამარდაშვილის სიტყვები რომელიც მე სულ მაქვს ყურში ეს აი ყოველი ადამიანის დემარში თავისუფლებისაკენ აი ამას უნდა ემყარებოდეს ეს თანხმობა იცი ეს დროის მოთხოვნა მარტო საქართველოში კი არა სამყაროში დროის მოთხოვნა თანხმობა და არა დაპირისპირება. გეთანხმებით, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ეს იყო ძალიან დიდი დაპირისპირება სახეზე, საზოგადოება ორად გაყოფილი, ორ რადიკალურ ნაწილად. ეს დამღუპველია საზოგადოება. კი ბატონო, ერთი საინტერესო განცხადება გაკეთდა დღეს ჩვენს ეთერში, აი როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მიტევებაზე, ქალბატონი ნათია თქვენ მინდა რომ მიპასუხოთ ამ კითხვაზე და ქალბატონი ირმა და ქალბატონი დოდოც ალბათ მოგვიანებით გვიპასუხებენ. ეკა ბესელიამ გააკეთა დღეს ჩვენს ეთერში ასეთი განცხადება რომ სააკაშვილი უკვე აღარ არის ჩვეულის პრეზიდენტი, იგი უკვე გახდა ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე და ამიტომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მან დაადასტურა რომ არსებობს ბევრი სამხილები და კანონდარღვევები, რომელიც უკავშირდება პირადად სააკაშვილს და ამიტომ ეკა ბესელიამ არ გამორიცხა რომ მას პროკურატურასთან ექნება საქმე. როგორ ფიქრობთ ეს რამდენად ჯდება აი ამ თანხმობის მიტევების კონტექსტში?
რა გითხრათ ახლა მიტევებას რაც შეეხება საერთოდ არ ვიცი რამდენად სწორი ნათქვამი იყო რა ვიცი ახლა ერთი კვირის წინ საეკლესიო პირებმა დაგვწყევლეს და ვინ მიგვიტევებს ახლა და ვინ მოგვიტევებს უკვე აღარ ვიცი ანუ პრეზიდენტმა თქვა მოგიტევებთო და საეკლესიო პირებმა დაგვწყევლეს ანუ ძალიან დიდ გაუგებრობაში ვართ ამ თვალსაზრისით უკვე ვეღარ ვერკვევით ვის ეხება და რა დოზით ეხლა რაც შეეხება ქალბატონიკას განცხადებას მე არ ვიცი მე ყველა ნორმალურ ქვეყანაში საერთოდ არც ერთი პრეზიდენტს არ მოიხსენებენ როგორც რიგით მოქალაქეს ისინი სიცოცხლის ბოლომდე არიან პრეზიდენტები და მათ მიმართ არის ასეთი სულ ერთია კარგი პრეზიდენტი იყო, ცუდი პრეზიდენტი იყო, აწყენინა ხალხს, არ აწყენინა, ეგეთ პრეზიდენტი არ არსებობს, ვინც არა, ვაცლავ ჰაველიც კი რომლის ფოტოებიც ჩეხეთში მე მაგალითად ჩვეულებრივი ხალხის ოჯახებში მეინახავს და მართლა გიждდებიან, ვაცლავ ჰაველსაც კი ყავს თავისი ოპოზიცია. და ასე მოხსენიება რიგით მოქალაქეთ, რატო ჩამორჩებით ასე მთელ მსოფლიოს არ ვიცი. სულ გვაქვს პრეტენზია იმაზე რომ მივდივართ იქეთ და დავიმსგავსოთ ცივილიზებულ ქვეყნებს, მაგრამ ვერადამ ვერ ვემსგავსებით. ანუ იმდენად არ გვინდა რომ სააკაშვილზე ვთქვათ რომ ის არის პრეზიდენტი, რომ მას შეგვიძლია დღესვე უწოდოთ რიგითი მოქალაქე. თან მივდივართ ევროპისკენ. არ ვიცი ეს როგორ ხდება. რაც შეეხება იმ ფაქტებს, რომ აქვთ თუ აქვთ რამე დამადასტურებელი და თუ მართლა არსებობს ფაქტები, სასამართლო არსებობს მაგისთვის და ამას ჩვენ დონეზე ეს არ უნდა წყდებოდეს. არა, თქვენ როგორ ფიქრობთ, უпростоეთ რამდენად მისაღებია თქვენთვის, იმიტომ რომ მაგალითად ლევან ბერძენიშვილი რესპუბლიკელები ამბობენ რომ ახლა დემოკრატიის მეორე კლასში ვართ, სააკაშვილის არ დაჭერა გადაგვახტუნებს მეოთხე კლასში, ხოლო დაჭერით ისევ ნულოვან კლასში აღმოჩნდებით. იგივე დათო ზურაბიშვილი ზოგადად როცა პრეზიდენტს იჭერენ ქვეყნისთვის არ არის კარგი. თუმცა სალომე ზურაბიშვილი მაგალითად წერდა გუშინ რომ მე მომხრე ვიყავი და ვრჩები პრეზიდენტის და იმაღალჩინოსნების ბრალდებულად ცნობილი ვინც იქნებიან გასამართლების, რაც არ უნდა ნეგატივის მომტანი იყოს. თუმცა ალბათ ეხლა ყველა თქვენ ვინც ჩავმოთვალეთ, ხო, ამ ადამიანებში ალბათ ყველაზე მეტად ქალბატონმა სალომე მიცის ეს კანონები და საერთოდ ეს სისტემა. იმიტომ რომ ყველა სხვა ამ ადამიანისგან განსხვავებით მას დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში, მაგრამ რაღაცა მეჩვენება რომ უფრო კერძო ხასიათი აქვს მის განცხადებას ვიდრე უშუალოდ პროფესიონალის. დიდი ბოდიში მე საერთოდ მომწონს სალომე ზურაბიშვილი ძალიან, მაგრამ ეხლა ცოტა გამიგვირდა. ხო და თუ ეხლა მართლა რაღაც არსებობს ესეთი კონკრეტული დანაშაულებები, ამას ალბათ გამოიძიებენ და დადებენ მტკიცებულებად. ოღონდ ამ თემაზე ხო ლაპარაკი დღეს არ დაწყებულა, ერთი წელიწადია უკვე გვამზადებენ. იმისათვის მაგრამ დღეს არის პირველი დღე, როდესაც იგი აღარ არის პრეზიდენტი. ხო, დღეს აღარ არის ის პრეზიდენტი და დღეს შედარებით რბილად ითქვა და ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ექსპრესიული გამოსვლები იყო, რომ დავიჭერთ, გავასამართლებთ სისხლიანი, რაღაცა ვამპირი პრეზიდენტი, ადამიანებს ჭამდა, მისი ცოლი გვამებს ჭამდა და რა ვიცი, 1000 საზღვრობა იკადრეს ამ ერთი წლის განმავლობაში და ეხლა ჩვენ ფაქტიურად ამისთვის მზად ვართ. მე სულ არ გამიკვირდება. ეხლა ხვალ რომ გამოაცხადონ რომ სააკაშვილი დაიჭირეს. აბსოლუტურად არ გამიკვირდება. უბრალოდ მე მაინტერესებს რამდენად მზად არიან ასეთი პროცედურისთვის და რამდენად მართალია ის რომ აქვთ მტკიცებულებები, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება მართლა იყოს დამნაშავე, მაგრამ იურისპრუდენციამ არ იცის ემოციებზე არ არის აგებული, იმას ჭირდება მტკიცებულება. კი ბატონო, რას თქვით ქალბატონო ირმა? მსგავსი განცხადებები, როდესაც კეთდება. მოდით თქვათ პირდაპირ დღევანდელი დღის მთავარი თემა წარადგინა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მთავრობა. შინაგან საქმეთა უკვე შეიძლება ითქვას ყოფილი მინისტრი გადადის პრემიერ-მინისტრად, გამოიცვალა მთავარი პროკურორი, ამაზე გაკეთდა ერთადერთი ცვლილება რაც მოხდა და ისინი ამბობენ რომ დიახ სამართლიანობა უნდა აღდგეს. ელოდებით თუ არა თქვენ მიხეილ სააკაშვილის ან რომელიმე ყოფილი
მაღალჩინოსნის დაპატიმრებას. ან მინიმუმ დაკითხვაზე მიყვანას მაინც და თუ ფიქრობთ რომ ეს ასე უნდა მოხდეს. იმიტომ რომ ოცნების ერთ-ერთი მთავარი დაპირება მისი მომხრეები ამბობენ რომ ჯერჯერობით არ შესრულებულა საქმეა ეხება სამართლიანობის აღდგენა. ნამდვილად ეხება და შეეხება, იმიტომ რომ თუ ვამბობთ რომ ეს იყო დანაშაულებრივი ხელისუფლება, რომ იქ ძალიან ბევრი დანაშაული, როგორც კერძო ადამიანების მიმართ, ისე ზოგადად სისტემური დანაშაულები და ასე შემდეგ. აბა რა ვქნათ, არ დავკითხოთ არავინ და ესე გავატაროთ. თქვენ გაქვთ ეგეთი დაკვეთა მეოცნებე ხელისუფლების? არა, მე არა მაქვს საერთოდ, მე არა ვარ რევანშისტი, მე არა ვარ მაგ სტილის ადამიანი, რომ გინდათ რა, მაგრამ ზოგადად რასაკვირველია სამართლიანობის დადგომა ამ ქვეყანაში, რომ ძალიან კარგია ყველასთვის, მე მგონია, რა ვიცი, მე ესე მიმაჩნია და არავის არ უნდა გაუკვირდეს თუ დაკითხვაზე მაინც მივა, თუნდაც პრეზიდენტი რა მოხდა, რატო არ უნდა მივიდეს, თუ ის უფროა გათვითცნობიერებული მთელ რიგ საკითხებში ვიდრე სხვები, რატო არ უნდა ჩამოვიდნენ ისინი, ვინც არიან უცხოეთში გადახვეწილები, ხო? რას მკურნალობენ ამდენს, ან რას აკეთებენ? ეს კითხვები არ არის საზოგადოებაში, მარტო მე და ძალიან სიმპტომატური იყო და ძალიან საინტერესო ერთი ფაქტი, რომ სწორედ ბოლო დღეებში მოხდა ამ ადამიანების შეყვანა ინტერპოლის მიერ წითელ ცირკულარში, ანუ თუნდაც იგივე ადეიშვილი, რომელიც ამდენი ხანი არ იყო ძებნაში. რა სიმპტომია მე? არა, სიმპტომი არის ის, რომ ვიდრე იყო დაუშვათ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, იგი თეატრულუკიანმა თქვა ამ სტუდიაში, რომ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ დადო პროკურატურამ. დღეს, როდესაც მოხდა ერთადერთი ცვლილება, რეალურად სწორედ დღეს მოხდა მისი შეყვანა. ანუ ავტომატურად გაჩნდა საზოგადოებაში მოსაზრება, ხო არ იწყება ქვეყანაში დაჭერების ახალი ტალღა, ყოფილი ხელისუფლების ზოგადად, რა ვიცი, მე მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი ტალღა და ყველა რომ დავიჭიროთ, მართლა ეს სასრულობამდე მივალთ, ხო? და თუ ეს მართლა სისტემა იყო ცდარი, ნუ ვიტყვით დანაშაულებრივი, მაშინ ძალიან ბევრი სუბიექტი იქნება, ხო, დამნაშავე, ცხადია. ესე რომ მოვყვეთ, მთელი კი კორუფცია აღარ იყო, როგორ არ იყო, სულ კორუფციაზე იყო ეს ყველაფერი აგებული და სულ სხვისი კერძო ბიზნესის მითვისებაზე და ამის ტელევიზიებშიც რამდენი მაგალითი გვაქვს და კიდე სხვაგან და სხვაგან. სატელევიზიო დაპატიმრებებიც გვინახავს. რამდენიც გინებათ, ხო, აქედან გამომდინარე ძალიან შორს წაგვეყვანს და მე ზოგადად ეხლა ისე სხვა რაღაცაზე გადავალ ერთი წუთით თუ არა, მიფასუხეთ ამ შეკითხვაზე მე შემდეგ. არა, რასაც ანუ არა თქვენი დაკვეთა არ არის ამ ხელისუფლების მიმართ. ჩემი დაკვეთაა რომ გავიგოთ სიმართლე. აი მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს ციხის კადრები. რატომ არ არის არავინ დასჯილი? რატომ? ეს ხო იყო საოცარი სანახაობა. მე მაგალითად ისეთ შოკში ვიყავი რომ აი არ ვიცი, ორი დღე ვერ ვლაპარაკობდი. მე მგონი ასე ვიყავით ყველა რა. რეალურად ვინმე დაისაჯა ამაზე, აი ესეთი კონკრეტული მივიდა ეს სადმე რაღაცა გავიგეთ ისეთი გახმა არაფერი. ხო, ის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რასაც უყენებდნენ არჩილ კბილაშვილს. მისივე თანაგუნდელები იყო მაგალითად იგივე ბედუკაძის მიმართ ესეთი გაფორმებული რაღაც შეთანხმება, რომელიც როგორც აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისთვისაც კი სიურპრიზი იყო. თუ კი საქმე ადამიანების წამებას შეეხებოდა. დოდო, თქვენ თუ გაქვთ მოლოდინი, რომ რაღაც ახალი ეტაპი, რომელიც შეიძლება ახალი პრეზიდენტის გამოსვლისას იყოს ძალიან ლამაზი სიტყვები, მაგრამ ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე ამის მიღმა უცბად დაიწყოს სამართლიანობის აღდგენის სახელით დაპატიმრებები ქვეყანაში პოლიტიკური, ყოფილი პოლიტიკოსების, ყოფილი მაღალჩინოსნების. ძალიან ხშირად სამართლიანობა და სამართალი ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე. ერთია, რას გიკვეთავს საზოგადოება და რა განცდებია საზოგადოებაში და მეორეა, რამდენად ჯდება ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში. პირადად მე მიმაჩნია, რომ ჯობია დამნაშავე თუ არ არის, თუ მას არ აქვს ძალიან ისეთი დანაშაული ჩადენილი, რომელიც მართლა ძალიან მძიმე დანაშაულია, ნაკლებად დაისაჯოს, ვიდრე ის ადამიანი დაისაჯოს, ვინც არ არის დამნაშავე. აქედან გამომდინარე, მე მაინც მომხრე ვარ იმისა, რომ იყოს ყველაფერი კანონის ფარგლებში. პირადად მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ ადამიანურად უნდა მიუტევოთ ყველას, მაგრამ კანონი უნდა კანონობდეს. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, მოსაზრება. რაც შეეხება წითელ ცირკულარს, მე ეჭვი მაქვს, რომ მე საქართველოდან წასული ფაქტების გამო არ არის წითელი ცირკულარი, როგორც ირკვევა იარაღის ვაჭრობაზეა საუბარი და ადეიშვილთან დაკავშირებით. დიახ, აი ერთ-ერთი წყაროს მე ვერ ვამტკიცებ ამას, მაგრამ არის ასეთი ინფორმაცია, რომ ეს მთლად საქართველოდან წასული, ასე ვთქვათ, ფაქტების გამო არ არის წითელი ცირკულარი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, სხვა ქვეყნებშიც არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც იქ არის დაკავებული და კიდევ ერთი, მე მაგალითად მიმაჩნია, რომ დასავლეთის აზრი იმის თაობაზე, რომ აქ ვიღაცა დიდი ყოფილი
ადგილი პოლიტიკური მოღვაწის დაჭერა უხერხული იქნება დემოკრატიის თვალსაზრისით, არ უნდა გავითვალისწინოთ თუ კანონი საქართველოს კანონმდებლობა ამას მოითხოვს და კიდევ ერთი ვეთანხმები ქალბატონ ნათიას იმ მოსაზრებაში, რომ მიხეილ სააკაშვილი ვეღარასოდეს ვეღარ იქნება რიგითი მოქალაქე, იმიტომ რომ იგი პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში საქართველოსი, თუმცა ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ ყოფილი პრეზიდენტები აღარ სარგებლობენ იმუნიტეტით. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ ვერანაირ, ასე ვთქვათ, დიდ დანაშაულს, თუ იგი დაიკითხება მაინც თუ ამის საჭიროება დადგება. არა, მე ის კითხვა დავსვი გამომდინარე ეკაბესელიას განცხადებიდან, რომ ბევრი სამხედრო და მე მიმაჩნია, რომ აი ასეთი განცხადება თუნდაც დეპუტატისა ცოტა უხერხულია პირდაპირ ეთერში, ალბათ ჯობია ჯერ იყოს ეს გამტკიცებული და ასევე ერთი ძალიან გამოსტილი იურისტის მოსაზრებას მოგახსენებთ, როდესაც ასეთივე კითხვა დაუსვი მას, მან თქვა იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილს სერიოზული ბრალდებები წაუყენოს პროკურატურამ, ალბათ დღეისათვის ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი უნდა იყოს უკვე დაკითხული და მათგან უნდა იყოს ეს ინფორმაცია მიღებული. ამიტომ მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ემუქრება დაპატიმრება. კი ბატონო, ბოლო კითხვა უნდა დავსვა სტუდიაში, რა დაკვეთა გაქვთ ქალბატონო ლანა? ახალი აღარ არის პრინციპში უკვე 1 წელია ხელისუფლებაშია და მხოლოდ პრემიერ-მინისტრი შეიცვალა. პირადად თქვენი დაკვეთა რა არის და ერთგვარი პარალელი თუ შეგიძლიათ გავლოთ, როდესაც სააკაშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, თქვენ მის გვერდით იდექით მასში. რა ქონდა მას ყველაზე დიდი ისეთი მინუსი, რის გამოც შემდეგ 96% არჩეულმა პრეზიდენტმა დაუშვათ ვეღარ მოახერხა, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა თუნდაც საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებით მის პარტიას. მაინც ორი სიტყვით მეც მინდა ვთქვა ჩემი აზრი, მე პირადად, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნები წინააღმდეგი, რომ პრეზიდენტიც ისევე როგორც სხვა მოქალაქე დაიკითხოს თუ ამის საჭიროება იქნება და მთელი ჩემი არსებით არ მინდა რომ პრეზიდენტი იყოს დაჭერილი. ნამდვილად არ მინდა. იმიტომ აი ისევე აი როგორც ეს ხდება სხვა მართლა ცივილიზებულ ქვეყნებში, იგივე საფრანგეთში, ნუ იგივე შირაკიც იყო დაკითხული, სარკოზიც იყო დაკითხული, არც ერთი მათგანის მიმართ მაინც არ შედგა აქტი დანაშაულის აღებ. არ შედგა, იმიტომ რომ ეს რაღაც ძალიან სპეციფიურია და ქვეყნის იმიჯზეც ცუდად მოქმედებს. პრინციპში მე ასე მიმაჩნია და საერთოდაც აი პიროვნულადაც მართლა არ მინდა. მართლა მინდა რომ აი კარგად იყოს და ბევრი რამე გააკეთოს კიდე თავისი შესაძლებლობების და ნიჭის და უნარების შესაბამისად. ეს თავისთავად ეს უკვე პირადია, ეს პირადი დამოკიდებულება, მაგრამ რას მეკითხებოდი? რა დაკვეთა გაქვთ ხო ახალი მთავრობის მიმართ ისეთი რა მოლოდინი გაქვთ? რითიც არ გინდათ რომ დაუშვათ დაემსგავსოს იმ ხელისუფლებას ვის გვერდზეც თქვენ თავარი მაინც ეს არის რომ აი როგორც მოდიან ქვეყნის სამსახურში, აი ის გაგრძელდეს, ესე იგი მართლა ქვეყნის სამსახურში, რომ აი პირადი თავით ტკბობა არ გადაიქცეს მამოძრავებელ ძალთ, ეს დამღუპველია. ხელისუფლებით ტკბობა დამღუპველია. სიმდიდრისკენ მისწრაფება დამღუპველია. აი ძალიან უსურვებდი რომ დარჩენ აი ზნეობრივ ნორმალურ აი ქვეყნის შვილებად. ეს იყო ყველაზე დიდი მინუსი სააკაშვილის ძალაუფლებით ტკბობა, საკუთარი თავით ტკბობა. საერთო უბედურება ძალაუფლებაში მოსული ადამიანისთვის ეს ну ხელისუფლება რომ ყოფნის და დიდი ხელისუფლება განსაკუთრებით ეს აღიარებული ჭეშმარიტებაა და ამიტომ აი ამას თუ ასწდებიან ჩვენი ახლად მოსული თან ახალგაზრდა ხო ერთი რამე მინდოდა კიდე მეთქვა რისი იმედი მაქვს ძალიან მე მგონია რომ აი ამ დღეებში დასრულდება ну ან დასრულდა ან ნაბიჯი გადაიდგა ყოველ შემთხვევაში იქით რომ კერპთაყვანის მცველობა საქართველოში მოისპოს აი აღარ გყავდეს ეს კერპები მესიები არ გვინდა ეს აი მართლა აი ცივილურ ევროპული ტიპის დემოკრატია ავაშენოთ ცივილური ევროპული ტიპის დემოკრატია პრინციპში თუ გავითვალისწინებთ რომ ბიძინა ივანიშვილიც უკვე წავიდა პრაქტიკულად თქვენი ნათქვამი რომ კერპთაყვანის მცემლობის ეტაპი რეალურად შეიძლება ჩავთვალოთ რომ დასრულდა ეს სურათი
ხალხი ამ წუთას ამის საშუალებას იძლევა თუ მომავალში ვიღაც კერპი არ აღმოაჩინა ისე ქართულმა საზოგადოებამ რომელზეც სწორებას რა მგონია რომ ეს სამეული ზუსტად აი კერპის უარ მყოფელია ასე ვთქვათ აი მარგველაშვილი უსუფაშვილი ხო არც ერთი არ არის ის ტიპი რომელიც შეიძლება ჯერტი საზოგადოება რომ გადააქციოს კერპად მე მგონი არც ერთი არ არის აი ეს ტიპი მისე მართლა პირველად არის ესეთი ამაში გეთანხმები დიდი მადლობა ქალბატონი ნათია რა არის თქვენი დაკვეთა ამ ხელისუფლების მიმართ არაფერი საერთოდ არც ერთი ხელისუფლების მიმართ დაკვეთა არ მქონია როგორც მოქალაქეს ზუსტად ვიცი რომ ხალხისთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეულია ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებები და ყველაზე ცოტას ხელისუფლება ყოველთვის საქმეს აკეთებს ხალხისთვის და ამაში უკვე დავწმუნდი უკვე იმ ასაკში ნამდვილად არა ვარ რომ რაღაცების იდეალიზება მოვახდინო და ეხლა დავინახო რომ მართლა გავწყინდებით გავწყინება შესაძლებელია ალბათ რაღაცა მისტიკურ ჭრეტაში ადამიანის თორე ის ეხლა რეალურ ცხოვრებაში უკვე ვეღარ წარმომიდგენია მსგავსი არამედ დაკვეთა არ მაქვს თუ იგივეს არ გავიმეორებ რაც ქალბატონმა ლალამ თქვა რომ რეალობად აქციონ თავისი სიტყვები, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები ძალიან მალე ივიწყებენ თავის სიტყვებს, თავის დანაპირებს და არ ვიცი. ხო სიკეთე რასაკვირველია. ეხლა იცით რა ხო შეიძლება სიკეთის მსახური იყოს. ხო, მაგრამ ამავე დროს არსებობს მეორე თეორიაც, ხო სიკეთის კლების, როდესაც სიკეთე იქ კლებულობს, იქ მატულობს ბოროტება, ხო და ჩვენ არასოდეს არ ვიცით რა ეტაპზე იკლებს ეს სიკეთე. ყოველ შემთხვევაში იმ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვიცხოვრეთ, მოციქულ ასაკში, ძალიან დიდი დეფიციტი იყო სიკეთის. და მე არ ვიცი ახლა თუ ასეთი მაგრები არიან რომ სიკეთე დაბრუნდება და ბოლოს და ბოლოს ჩვენ გვექნება ისეთი ცხოვრება რომ ჩვენთვის მთავარი პოლიტიკოსების ყოველდღიური სანახაობები კი არ იქნება პრიორიტეტი არამედ ჩვენი მეგობრები ჩვენი მეზობლები, საყვარელი წიგნები, საყვარელი ლექსები. ხა მე მაგალითად ქალბატონ ლანას მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა უფრო გამეხარდებოდა დაუშვათ, ვიდრე პოლიტიკურ თემებზე საუბარი, იმიტომ რომ არაერთხელ რადიოთი მომისმენია, ერთხელ ტელევიზიით. აი მირჩევნია, მე ასეთი ცხოვრება მირჩევნია, რომ ლანა ღოღობერიძემ წაიკითხოს ლექსები, თავის თარგმანები, თავისი ლექსები. და ნაკლებად ვისაუბროთ. და ნაკლებად ვისაუბროთ, როგორია დღევანდელი თუ ხვალინდელი პრეზიდენტი. მე ასეთი ცხოვრება მინდა, მაგრამ მე ამას ვერ დაუკვეთავ ამ მთავრობას, იმიტომ რომ მე ამის იმედი არ მაქვს. მე არ ვიცი, ქალბატონ ლანას ექნება თუ არა სურვილი, ირმას და დოდოს უნდა დაუსვა კითხვა და ლექს თუ წაიკითხავს და ესე თუ დავამთავრებ, ძალიან მესიამოვნებოდა. პირველ რიგში თქვენს ნათქვამს, თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე. გისმენთ, დიახ. თქვენი მთავარი მოთხოვნა, თქვენი მთავარი დაკვეთა. იცი რა ძნელია ხელისუფლების მიმართ, რომელსაც მხარს უჭერდით და აქციებზე გხედავდით ხოლმე წინასაარჩევნო. ჩვენ არ ვართ მიჩვეული რომ რაღაცა დაუკვეთოთ და რაღაცა ვითხოვოთ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვთხოვოთ და გქონდეს რაღაცის მოლოდინი, ხო? მე პირადად. რატომ უნდა ვთხოვოთ? ჩვენ ხო მოქალაქეები ვართ, ანუ ნებისმიერ მოქალაქე შეიძლება ქონდეს თავისი მოვითხოვო, მე მაგალითად გამავიწყდა წინა პერიოდში მოვითხოვო კი არა რაღაცა კატეგორიული აზრის გამოთქმის საშუალებაც, აი რაღაც ბოლო წლებამდე რაღაც 1-7 წელი საერთოდ სიზმარებით ცხოვრობდი. თუმცა ბატონ მიშას ისე როგორც ქალბატონ ლანა მე ძალიან გვერდზე ვედექი, ყველანაირად და მის კამპანიაშიც გარკვეულწილად მონაწილეობდი, მაგალითად წყნეთში კონცერტები გავმართებდი, რომ ბაგები და წყნეთი ჯერ კიდევ დეპუტატობის რაღაცა დაჭირდა, ჩემ ხარ დაჭირდა და სული და გულით, მაგრამ ნუ მე მივიღე ძალიან დიდი ეს თქვათ იმედგაცრუება. ნუ ეგ უკვე წარსულია, რაც შეეხება მომავალს და ჩემ მოლოდინს. აი მე მოველი, რა ვქნა, მე შეიძლება კიდე რომანტიული ვარ და აქ ასაკი არაფერს შუა შემოვლოთ ალბათ ასე ვიქნები. სიცოცხლის ბოლომდე მე ძალიან მინდა რომ დამთავრდეს არა მარტო კერპების ეპოქა, დამთავრდეს სიძულვილის ეპოქა ჩვენ ქვეყანაში. დამთავრდეს აი ესეთი რაღაცა მიუღებელი კატეგორიული ურთიერთმიუღებლობის რაღაცნაირი დაპირისპირების ეპოქა. და ისევ აი სენტ-ეგზიუპერის სიტყვებით დავამთავრებ, როგორც ქალბატონმა დაიწყო, რომ გვაცალონ ფუფუნებაში ცხოვრება და ყველაზე დიდი ფუფუნება არის საყვარელ და მოყვარულ ადამიანთა
გარემოცვაში დიდი მადლობა. დოდო თუ შეიძლება თქვენი დაკვეთა. კი, დაკვეთაზე გადავალ, როდესაც თქვი რომ გიორგი მარგველაშვილთან მქონდა ინტერვიუ და იგი ლაღი და გულწრფელი იყო, ასეთივე ლაღი და გულწრფელი იყო მიხეილ სააკაშვილი, მე მინდა გითხრათ რომ მე ვარ ჟურნალისტი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოიწვია იგი მაშინ რადიოში მუშაობდი და ჩვენ სულ პირველად როდესაც ეს ცნობილი ფაქტია დოდო იყო პირველი. ესე იგი ნიუ-იორკიდან ხიდებს ის ნიუ-იორკში იყო, მე თბილისში და ვაკეთებდით ხიდებს კორუფციასთან, ბრძოლასთან დაკავშირებით და ეს მე მინდა გითხრათ რომ მიხეილ სააკაშვილი ჩემ ჟურნალისტურ საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რესპონდენტი იყო. მე ამას ვაფიქსირებ. და რა მინდა რომ აი ახალ ხელისუფლებას ვუსურვო, რომ ისინი განთავისუფლდნენ შაჰ-აბასის სინდრომისგან, ანუ იმ სინდრომისგან, როდესაც ჩვენთვის არასასურველ ინფორმაციას მოგიტანენ, თავი არ მოკვეთო ადამიანს. და თქვენს ანონსში იყო, მე მგონი ნანეიშვილი ამბობდა, რომ ესე იგი, თუ ადამიანს ფსიქიკა აქვს ნორმალური, იგი განსხვავებულ აზრს მის საწინააღმდეგოდ მიმართულ აზრად არ უნდა მიიჩნევდეს. თუ ხელისუფლება მიეჩვევა იმას, რომ განსხვავებული აზრი მოისმინოს და განშისაგნად აქციოს თავისათვის, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ენაც დამთავრდება და ჩვენ გვექნება ფუფუნება, როგორც ქალბატონი ლანას ნათარგმნი, მშვენიერი ლექსები მოვისმინოთ, ასევე ერთმანეთთან ვისაუბროთ მხოლოდ სულიერებაზე და ჩვენი პოლიტიზირების დონე ძალიან დაბალია. ნახოთ, საქართველოსთვის ეს ცოტა წარმოუდგენელია პოლიტიზირების დონის ხარისხის დაწევა, თუმცა ხო, გეთანხმებით რომ ძალიან კარგი იქნებოდა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობის. დაიწყო ახალი ეტაპი, ახალი ქართული რეალობა ჩვენს ქვეყანაში. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ხო არ ხართ ლექსის წაკითხვის განწყობაზე ქალბატონო ლანა თუ სხვა დროისთვის? ყველაფერზე უფრო მიყვარს საერთოდ. თუ გინდათ წაკითხო. ძალიან გვინდა და დავასრულებდი. ნუ ახლა მაგალითად წავიკითხავ პასტერნაკის დემონის გახსენებასთან, იმიტომ რომ კიდევ საქართველოს უკავშირდება. ჩამოდიოდა ღამ-ღამობით წყდიადის ამარ ლურჯი მყინვარის სამყაროდან უხმობდა თამარს, შემოდიოდა ფალავანთა ნაბიჯით ფრთხილით, ქართული ტაძრის გალავანთან ქრებოდა ჩრდილი, ლოც დახავსებულს აჩნდა მწუხრად წარსულის კვალი, დავიწყებოდა ბებერ ზურნას თავადის ქალი, შორიდან ქროდნენ უდარდელი თათასიონი და თეთრდებოდა ყრუნაღველით კავკასიონი და ის კიდგა გარინდებით ბრწყინავდა შავად, იძინე კარგო დავბრუნდები წამლეკავ ზვავად. ძალიან დიდი მადლობა და როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი რესპონდენტი ხართ თითოეული თქვენგანი. დიდი მადლობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მე შევეცდები რაღაც პერიოდი რო გავა, ისევ თქვენთან ერთად შევაფასო, როგორ მიდის დაუშვათ ქვეყანაში. დღეს პირდაპირ სულ გრძელობის ზეიმი იყო. ხო, ნუ იმიტომ რომ დედრობითი სქესი იყო ამ სტუდიაში, ამ ბლოგში წარმოჩენილი და როგორც წესი ის იგი ნაკლები პოლიტიკური დაპირისპირებები. დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. მე ამით ვასრულებ დღევანდელ გადაცემას. ხვალ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 8-ზე. ხვალინდელი მთავარი თემა ალბათ ბუნებრივია იქნება ახალი მთავრობის წარდგენა პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს რომ ხმა მისცეს ახალ ხელისუფლებას, ახალ მინისტრთა კაბინეტს, თუმცა აპირებს რომ დაუსვან ძალიან სერიოზული და ძალიან მწვავე შეკითხვები, როგორც ფინანსურ-ეკონომიკური მიმართულებით, ისე ადამიანის უფლებების. მაშასე დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა რომ მიყურეთ.